ისე როგორც ოთარი ვთქვათ, ჩვენ ვისაუბრებთ ეს ასკეტიკაზე. ასკეტიკის მოკლე ისტორია, საერთოდ ასკეტიკა რამდენად ესე გამართლებულია და ვისეხება ასკეტური ცხოვრება. ბევრნაირად ისმევოთ ეს შეკითხვები და ვეცდებით, რომ ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი გავცეთ. ასე ეყრდნობა საიდან მოდის თანამედროვე ცხოვრებაში როგორ უნდა იქნეს გაგებული არის მისი თეორიული და პრაქტიკული მხარეები და ასე შემდეგ. დავიწყოთ სიტყვა თვითონ ასკეტიკა, საიდან მომდინარეობს. თვითონ სიტყვა ასკეტიკა წმინდა წერილში ასეთივით ორ ადგილას ხდება ხოლმე საქმე მოციქულთაში და მაკაბელთა წიგნში, მაგრამ ისიც სხვა მნიშვნელობით, ვარჯიშის მნიშვნელობით. სიტყვა ასკეტიკა მომდინარეობს სიტყვებიდან ასკეზის, ასკეო, ასკეტის, ესე ძველი ბერძნული სიტყვა, რომელსაც თვითონ როგორც დღესაც ხდება, სიტყვა თავისი მნიშვნელობით შეიცვალეს დროთა განმავლობაში. დღესაც არის რომ რაღაც სიტყვა ჩვენ ვიყენებთ და მგონია რაღაც სხვა მნიშვნელობით და საზოგადოებრივ ებულოს სხვა მნიშვნელობით. სიტყვები თავის მნიშვნელობას იცვლიან, ამაში არის კარგი, შეგვიძლია ცუდიც. ძველ საბერძნეთში ამ სიტყვას ვარჯიშის, წვრთნის მნიშვნელობით იყენებდნენ, ფიზიკური ვარჯიშის. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ შეიძინა სოფისტებში და ზნეობრივი წვრთნის მნიშვნელობა. და პითაგორელებთან ფილოსოფოსთა ერთ-ერთ მიმდინარეობაში შეიძინა მე რელიგიური მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ფილოსოფოსთა გარკვეული გავლენიდან გამომდინარე, ამ სიტყვამ მე ალექსანდრე ღვთისმეტყველებთან, კლიმენტე ალექსანდრიელთან, ორიგენესთან შეიძინა ის მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც აქვს დღეს ასკეტიკას, რელიგიური მნიშვნელობა, რომ ასკეტიკა არის ნებაყოფლობითი და შეგნებული სწრაფვა სულიერი სრულყოფის მისაღწევად. სული ცხოვრების დასამკვიდრებლად. ესეთი მნიშვნელობა მან უკვე შეიძინა მეორე საუკუნის ბოლოს, მესამე საუკუნის დასაწყისში და ეს ტერმინი უკვე აი ამ მნიშვნელობით გამოიყენებოდა, როცა მამები იყენებდნენ. თვითონ წმინდა წერილში, როცა პავლე მოციქულის საქმე მოციქულთაში ან ყველგან გამოიყენება გიმნასტიკა, ათლეტიზმი, ორკინალი, ასეთი სიტყვები. რომ თვითონ პეტრე და პავლეს ცხოვრების აღწერილი ტკივილი რომანი ამბობს, რომ მაგალითად ისინი ვართ ორკინალები, აი ამ ოროტებასთან და ამ ამბიციური ცხოვრების და ათლეტიზმს, გიმნასტიკას, ასეთ სხვადასხვა დაპირთის სიტყვებს იყენებს და არა პირდაპირ ასკეტიკას. მაგრამ ფაქტია, რომ ისინი იყენებენ ამ სიტყვას იმ ასკეტიკის გაგებით. ნახოთ, თუ იყო ასკეტური ცხოვრება, საერთოდ სხვა რელიგიებში თუ არის ძველ აღთქმაში რა აღნიშნებით, უკვე საინტერესოა. და მაგალითად ზოგს გონია, რომ ბერმონაზმა მხოლოდ მეოთხე საუკუნეში წარმოიშვა ანტონი დიდმა დააარსა. აი როგორ მოვიდა აქამდე და როგორ წარმოიშვა ბერმონაზმა მეოთხე საუკუნეში, აი ეს მოკლე ისტორიასაც მოვყვებით. და ითქვას, რომ ფილოსოფოსებსაც ჰქონდათ მარხვის გარკვეული ფორმები. სხვა რელიგიებშიც არის მარხვები, ლოცვები, რაღაც თავშეკავებები. ვნებებთან ბრძოლა რო საჭირო იყო, ძალიან კარგად იცოდა პლატონმა თუ სხვებმა ფილოსოფოსებმა, პითაგორელებმა. ისინი თვლიდნენ, რომ კარგი ფილოსოფოსი ვერ იქნება, თუ ვნებები ძალიან გაძუხებს. ვნებები თავს უშლის ადამიანს სწორ აზროვნებაში. და თვითონ პლატონი წამოვიდა, რომ ფილოსოფია ეს არის სიკვდილისთვის მზადება. აი რა დონეზე იყო. აპათია, უვნებლობა, ასეთი ტერმინები მათ გააზრებული ჰქონდათ, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ ისეთ დონეზე ეს ვერ იქნებოდა გააზრებული, როგორც ქრისტიანული იდეალებია, იმიტომ რომ იქ ერთი ვნების დამარცხება ხდებოდა მეორე ვნების ხარჯზე, მაგრამ დიდების მოყვარეობისა და ამპარტანების ხარჯზე ხდებოდა ნაყროვანების, სიძვის თუ ვერცხლის მოყვარეობის თუ სხვა ვნებების დამარცხება. და მათთვის ფილოსოფოსებისთვის და სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის, როგორც ამბობს მე მამა იოანეს სინანი, ერეტიკოსებისთვის და არა ჭეშმარიტი საერთოდ მიმდევართა თამდავლობა უწყობია.
თამდაბლობის შესახებ სწავლობს, ამიტომ ერთი ბნების ხარჯი ხდებოდა მეორე ბნებასთან ბრძოლა. ძველად მაშიც რა თქმა უნდა არაერთი ასკეტური სკოლის გამოვლინებები გვაქვს. ჩვენ ასე სისტემური მოთხრობა იმის შესახებ, როგორც ცხოვრობდნენ ძველი ასკეტები ძველად მაშინ ჩვენ არ აქვს, მაგრამ გარკვეული იმენი არის ნიშნები, რომელიც გამოყოფა შეიძლება. რამოდენიმე სკოლის, მაგალითად, ძველი აღთქმის წიგნებიდან ჩვენ ხვდებით, რომ არიან მაგალითად წინასწარმეტყველთა სკოლა. წინასწარმეტყველთა სკოლა, თვითონ ეს წინასწარმეტყველთა სკოლა არის საინტერესო, ესე ვთქვათ, დასაფიქრებელია. იმიტომ რომ წინასწარმეტყველება შეიძლება ყველა მისწავლოს ამ სკოლაში? თუ წინასწარმეტყველებას სწავლობს ის, ვისაც აქვს ნიჭი წინასწარმეტყველების, მაგრამ რაღაცა ნიჭიც არ გვარ, ესე იგი არის ნიჭიც და უნდა წვრთნაც. და მარტო წვრთნაც არაფერს არ უშველეს, თუ ნიჭიც არ აქვს. ამიტომ აი თუ გახსოვთ ელია წინასწარმეტყველის ისტორია, წინასწარმეტყველის გუნდები იყო 50 წინასწარმეტყველი მეტი, რომ ელისეს ეუნებიან შეხვდებარად ეუნება დღეს შენი მასწავლებელი და ამაღლდეს ზეცა და თუ თვალი ვერ მოკარე ხო იცი რომ ძალას ვერ მიიღებ, ეუნება ვიცი. ყველა სახე რაღაცა ენა არსებობდა ბუნებაში და არსებობს დღესაც, რომელსაც წინასწარმეტყველი კითხულობს. აქვს მას ნიჭი ამის დანახვის. მაგრამ დღესაც ხედავთ, ბევრი იჩემენ წინასწარმეტყველებას. რატო იჩემენ წინასწარმეტყველებას? იმიტომ რომ წინასწარმეტყველების ნიჭი არავის არა გარდა ღმერთისა. ღმერთს აქვს წინასწარმეტყველს უნარი. და არც ანგელოს, არც ადამიანს არ აქვს. ამიტომ მოციქული ამბობს, რომ წინასწარმეტყველება საზომისაა სარწმუნოებისა მოციქული ამბობს, რომ ეს დიდი წმენისა და ღმერთთან სიახლოვის მაჩვენებლად ამბობს წინასწარმეტყველების ნიჭს. ამიტომ ბევრი რო იჩემებს, რომ თითქოს ეს ღმერთთანაა, ახლოსაა, მას შეუძლია წინასწარმეტყველება თქვას და ასე შემდეგ. აი ეს წინასწარმეტყველთა სკოლები, ელისეს ისტორია, ილიასი და სხვების გვეუბნება და სხვა წინასწარმეტყველები და მithumedes ილია და იოანე ნათლმცემელი იყვნენ ქალწულები, მათ შორის წინასწარმეტყველთა შორის, თუმცა იმდენად წინასწარმეტყველებს ოჯახებიც ჰქონდა, იმიტომ რომ იუდაური სარწმუნოება არ აძლევდა საშუალებას და ოჯახი არ შეექმნა. მესიის მოლოდინის კურთხევა ჰქონდა, რომ უნდა გავრავლებული იყვნენ ისინი ძალიან. ამიტომ წინასწარმეტყველები ძალიან თავშეკავებულ მართულ ცხოვრებას და უანგარო ცხოვრებას ეწეოდნენ. და ფურნალობის ნიჭი თუ სხვა მათ ეძლეოდა აქედან გამომდინარე. ასევე იყვნენ ესე იგი წინასწარმეტყველთა სკოლთან ერთად არის გარკვეული ასკეტური სკოლები, რომელსაც ეწოდება თერაპევტები. ევსები კესარელი ამბობს, რომ ფილონ ალექსანდრიელი წერს, რომ იყვნენ ვიღაც თერაპევტი, კურნალები, ანუ კურნალები, რომლებიც ცხოვრობდნენ გუნდებად, ქალები ცალკე, კაცები ცალკე, იკრიბებოდნენ დღესასწაულის დღეებში ერთად მოცულობდნენ, უყვარდათ წიგნებზე მსჯელობა, ჰქონდათ კელიები და ისე აღწერს ამას, რომ ევსები კესარელი ამბობს, რომ მე მგონია ეს ფილონი ამბობს ჩვენ ბერებზე, იმდროინდელ ბერებზე, იმდენად ეეჭვება, რომ იმდენად ახლოსაა ეს ჩვენი ვერ მონაზვნო ცხოვრებასთან და ეს თერაპევტები რომ კურნალები არ მარტო სხეულის, არამედ სულის ნებებთან ბრძოლის სხვა საშუალებებიც და ძალიან საინტერესო მოწამეა ევსები კესარელი ამბობს ამ ცნობას ფილონ ალექსანდრელზე დაახლოებით. კიდევ იყვნენ ასეთი ასკეტური ესეები, მაგრამ ეს ესეები უფრო ემსახურებოდნენ ესე ვთქვათ ტაძრის გარშემო ღვთისმსახურების მზადება, როგორც მოძღვარი ემზადება ღვთისმსახურების მარხულობს, მოცულობს, ციწმინდეს იცავს და რაღაც იმას აღავლეს მსახურების ასკეტური რაღაც მოღვაწეობის სახეები, რომელიც ღვთისმსახურებით ამზადებს მას. აი ამით შემოიფარგლებოდა ესეებთან მდგომარეობა. კიდევ იყო წინასწარმეტყველთა ასეთი სახე გახაკები, განდეგილები. და აი განდეგილების ერთ-ერთი კარგი მაგალითია თვითონ იოანე ნათლმცემელი, რომელიც ბერმონაზვრის ფარულად უფლება საერთოდ. და სხვაებიც ილია წინასწარმეტყველიც ასეთ ფორმას გარკვეულს მიმართავდა განდეგილური ცხოვრების. და სხვაებიც იყვნენ ასეთები, რომლებიც ესე ვთქვათ განდეგილური ცხოვრებას ეწეოდნენ. და სხვა ფორმები კიდევ ასკეტური ცხოვრებისა, რომელიც დამახასიათებელია ძველი აღთქმის. ძველი აღთქმისათვის სადამ გამოხსნის საიდუმლო არ იყო აღსრულებული. სადაც მადლის მეუფება არ იყო მოსული. ძალიან ესე ვთქვათ არ იყო აცხოვარი განკაცებული. ეს 60 კარები ღია არ იყო და ამიტომ
გამოხსნის ეს ღვაწლის შემდგომი აღსრულებული მსახურება, როცა ახალ აღთქმის ისავსის ბარს ახალს ეს ძველი აღთქმის ცოტა უცხოია. იუმენი დიდი სიწმინდისა და ძლიერების, მაგრამ ასეთი მასშტაბური და მადმოსილი ეპოქა ჯერ არ იყო მოსული. ამიტომ სრულყოფილი ძველი აღთქმის ასკეტური ცხოვრება არ იქნება და არ შეიძლება ყოფილიყო. აი მაგალითად ზოგიერთებს დღესაც აეჭვეთ რამდენად ასკეტურია შინაარსი წმინდა წერილი, ახალი აღთქმა მაგალითად. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ საკმაოდ ასკეტურია და აბსოლუტურად ასკეტურია. ეგრევე ზოგიერთი ასეთ სვავს ეკითხავს, რომ ასკეტიზმი ეს ბერმონაზნობის საქმეა თუ ერის ხალხიც უნდა მიმართოს ასკეტურ ცხოვრებას. აი ჩვენთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროტესტანტული სამყარო საერთოდ უარყოფს ასკეტურ ცხოვრებას, თulis რომ ეს არ არის აუცილებელი. ადამიანი არის გამოხსნილი, მან უნდა იცხოვროს თავისუფლად და ამე თავშეკავებები და მართვები და ასეთი თვითგვემა და რაღაც ასეთ დროს უძახის, ეს არ არის საჭირო. კათოლიკური სამყაროში მაგალითად ეს აღიქვება ასე, რომ იქ ბერმონაზნობისთვისა ეს აუცილებელი და ერის ხალხისთვის არ არის აუცილებელი ასკეტური ცხოვრება. მართლმადიდული მიდგომა არის შემდგომი, რომ ასკეტური ცხოვრება ერთადერთად საჭიროა როგორც ბერმონაზნობისთვის, ისეა საჭირო ერის ხალხისა. მაგრამ თავისი ძალის და შესაძლებლობის შესაბამისად. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბერმონაზნული ცხოვრება უფრო ხელსაყრელია ასკეტური ცხოვრებით, ვიდრე ცხოვრება ერში მყოფი ადამიანისათვის. მაგრამ ასკეტიზმის გარკვეული სახეები და ფორმები ყველასთვის აუცილებელია, როგორც დიდებისთვის, პატარებისთვის, ქალის, არ აქვს მნიშვნელობა. ერის ადამიანი იქნება თუ ბერმონაზონი იქნება ეს. თავისი ძალის შესაბამისად. ისე როგორც ჩვენთვის ყველა ცნობილია, რომ სრულყოფილებას ყველა შეიძლება ადამიანის ერშიც და ბერმონაზნობაში, მაგრამ უფრო ხელსაყრელი საშუალება ამისთვის არის მონაზვნების ცხოვრება. ამიტომ ახალი აღთქმის წიგნებიც არის ძალიან ასკეტური თავის შინაარსით, იმიტომ რომ თვითონ ქრისტიანობა არ არის თეორია, არამედ არის ცხოვრება და პრაქტიკული ცხოვრება. პრაქტიკული ცხოვრება მოითხოვს გარკვეულ ესე ვთქვათ ძალისხმევას, რაღაცის უარყოფას, რაღაცისკენ პირიქით სწრაფვას. დაცემული ადამიანის მიერ შექმნილი კულტურა, რატოა რომ მაღალი ამას უარყავ თავის შენიან ამა ქვეყნის სიძულვის ადუგასწავლეს იოანე ღვთისმეტყველი ან სხვა მოციქული უფლისები. იმიტომ რომ დაცემულმა ადამიანმა შექმნა დაცემული კულტურა, რომელი კულტურაც არის ფსევდოკულტურა. ეს მაგალითად ბევრი კულტურის მუშაკმა არის თვითონ რომ კულტურა ეს არის არსი კულტურის არის ადამიანის სიყვარული. ნამდვილი სიყვარულს ადამიანი ვერ შეძლებს დაცემული ადამიანი, ნებების სავსე ადამიანი. უკვე ფასეულობები და თვითონ ტერმინებით შეცვლილია ადამიანი როგორც საუბრობს, ფასის თვითონაც არ ესმის რას ემსახურება. ამიტომ უფალი რომ ამბობს რომ ვარყავ თავის შენი, აიღე ჯვარდი შემომიდეგი მე, ეს ძალიან დიდი ასკეტური მოუწოდებაა. თავის უარყოფა, საკუთარი ნების უარყოფა, ამასობრივი სიძულვილი, როგორც ამბობს ერთ-ერთი ღვთისმეტყველი, რომ ეს სოფელი როც უარყო, ეს სოფელი შენშია. შენ თვითონ ხარ ამ სოფლის ნივთიერების მატარებელი. ამიტომ საკუთარ თავისი სიძულვილამდე უნდა შეძლო ამ სოფელზე გამარჯვება. ეს ძალიან ძნელია, ახალგაზრდას ეს მით უმეტეს არ უნდა, არც ერთ ახალგაზრდას. ამიტომ რას გვასწავლეთ ჩვენ ქრისტიანული მოძღვრება და წმინდა წერილი, საკუთარი თავის სიძულვილს და ბოროტებაო ხორცს იმას კი არ გვასწავლეთ, რომ ფილოსოფოსები მიიჩნევენ ხორცს როგორც ბოროტებას, სხეულს მიიჩნევენ როგორც ბოროტებას. არავითარ შემთხვევაში სხეული თანაზე არის აღდგომის და მარადისობის. ამიტომ სიძულვილს ხორცისას კი არ გვასწავლეთ, არამედ იმისა, რისკენაც აქვს მისწრაფება სხეულს და დაცემული ადამიანის ბუნებას. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ რა არის ვნება და რა არის სათნოება, ეს სიტყვებიც საჭირო ალბათ განემართოს. ვნება არის გაუკუღმართებული გრძნობა. ადამიანი დაიბადა წმინდა გრძნობებით. სანამ ის დაეცემოდა, იყო წმინდა გრძნობებით. გრძნობები მას აბსოლუტურად ჯანსაღი და წმინდა ქონდა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას სათნოებებით იყო შემოსული ადამიანი. იმიტომ რომ სადაც არის ვნება, იქ არ შეიძლება იყოს სათნოება. აი ვერ იქნება უნდა გაიწიოს, რომ და თუ არის ვნება, იქ სათნოება არ შეიძლება იყოს. ან თუ არის სათნოება, იქ ვნება არ იქნება. ამიტომ ადამი იყო სათნოებით მოსული, როგორც ის შეცოდა და ეურჩა ღმერთს, სულიერად იმ წუთასვე მოვდა. სიკვდილი რა არის?
დღევანდელი გაგებით ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილი არის სულისა და ხორცის განშორება. და სულისთვის სიკვდილი არის ღმერთსა და სულის განშორება ერთმანეთთან. როგორც კი გააშორდა მას მადლი, ის იმ წუთავზე მოკვდა სულიერად. მაგრამ სხეულით მოკვდა 900 წლის შემდგომ. იმიტომ რომ სხეულის ქონა მიცა მას ზუსტად საშუალება იმისა, რომ სინამდვილე გამოეხატა დროთა განმავლობაში. და ეტირა თავის წოდებს. ამიტომ სული, რომელიც ჰარმონიას ედოს, სული მეუფებდა სხეულს. ეხლა პირიქით მოხდა, სული დაემონა სხეულს, გაუკუღმართა. გაუკუღმართება გზნობების არ იბნება, ყველაზე მოკლე განმარტებას გეუბნებით. არსებს, იმიტომ რომ თეოლოგიური საუბარი და თეოლოგიური ცნობა უნდა და ჩემი სტუდენტებს ამას ვეუბნები, რომ თეოლოგი მით უნდა განსხვავდებოდეს სხვა იმით, რომ ის მას უნდა შეძლოს სიღრმეებში ცნობა, არსში ცნობა. აი ეს არის მისი, რა არის ვნება? ისე რომ რა არის ცოდვა მაგალითად? ცოდვა და ვნება განსხვავდება, რითი განსხვავდება? ცოდვა არის უკვე ჩადენილი ფაქტი. ცოდვა არის ის, რაც გაშორებს ღმერთს. ჩაიდინე რა არის ისეთ რაც დაგაშორა ღმერთს, ეს არის ცოდვა. ცოდვას იწვევს ვნება. ვნება არის რაღაც ესე ვთქვათ ენერგია. ენერგია, რაღაც ძალა, რომელიც ეკაჩება ადამიანს ცოდვისკენ. აუკუღმართებს მის მოქმედებას. ადამიანს ბუნებრივად, რომელიც სათქმეებითაა დაბადებული და მოწოდებული, ბუნებრივად მასში არის ღვთისაგან ტოლვის უნარი. ისე როგორც ხატება და მსგავსება ზუსტად ამაში გამოიხატება, რომ ადამიანები მოაზროვნენ თავისუფალი ნებით უკტავის სულით შექმნილი პიროვნები. ღმერთის ხატად შექმნილი. მაშინ დევს ეს უნარი ღმერთისკენ სწრაფვის. აი ამას ამახინჯებს ვნება და მიმართავს მას პირიქით. ღმერთისკენ, ღმერთიდან აქეთ, დაცემისკენ. ამიტომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, არის ესე ვთქვათ, ავადმყოფ სიკვდილის ბევრი მიზეზი არსებობს. ტრავმა, გაციება, ინფექცია, შეიძლება რაღაცა დაავადებები, სხვადასხვა. შეიძლება მისი კლასიფიკაცია 4-5 მთავარ მიმართულებაში. ასევე არის ისეთი რამ, რაც იწვევს სულის სიკვდილს. ამას ქვია 8 მომაკვდინებელი ვნება, ძირითადი მთავარი ვნება, რომელიც კიდე იკვეცება 3 ვნებამდე: გემოთ მოყარეობა, დიდების მოყარეობა, ვერცხლის მოყარეობა. ამ 3-დან წარმოიშვება 8. ნაღროვანება, სიძვა, ვერცხლის მოყარეობა, ვრისხანება, მწუხარება, მოწყენილობა, დიდების მოყარეობა და ამყარდარება. ამ 8-დან წარმოიშვება ყველა ვნება, რაც კი არის დედამიწაზე, ადამიანთა შორის. ამიტომ ეს ვნებები ყველა არის სიკვდილის მიზეზი. განსაკუთრებით ეს 8 მომაკვდინებელი ვნება. მომაკვდინებელი თქვენ რომ იწვევს სულის სიკვდილს. საბოლოოდ. ფაქტურად გამოდის, რომ ჩვენში არსებული ვნებები ეს არის რაღაც სიკვდილის აგენტი, რომელიც ეკაჩება სიკვდილისკენ ჩვენს არსებას, ჩვენს პიროვნებას. აი ამაზე ამბობს, ზუსტად როცა ამბობს მოციქული, რომ ნუ ყვარო სოფლსა, სიყვარული ამას სოფლისა, სიძულულია ღვთისა. ეს განშორებაა ღვთისგან. აი რო იტყვენ უკუგდება ღვთისა და მადლისა სიყვარული ამას სოფლისა. ამიტომ იმაზე დიდი სიტყვები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ერთ ლექციას უტარებთ ჩვენ სტუდენტებს, იმაზე მეტი სიტყვები, რომელიც არის ნათქვამი წმინდა ძილში, იყავით სრულით, რაცა მამაი თქვენი ზეცათა ეს სრულ არის, საერთოდ არ წერია. ამ ხელად ამაზე დიდი მოწოდება. წავიდეთ ზეციური მამა, როგორი სრულყოფილია და ჩვენ ვიყოთ ისეთი სრული, როგორც ზეციური მამაა ჩვენი სრული. შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. თვითონ ადამიანი იმ გაგებით რომ ის სრულყოფილადაა შექმნილი, თვითონ ადამიანი სრულყოფილად იყო, ყველაფერი სრულყოფილადაა ღმერთისგან შექმნილი და თვითონ სრულყოფილია ღმერთი. ჩვენი სრულყოფილება ზუსტად გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უკუ შეუქცევადად მივდივართ სრულყოფილების გზაზე. ესაა ჩვენი სრულყოფილება ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში. ამიტომ დავიგეთ მამა, რომელიც არავის უხილავს, ხოლო სკოლაშობილმა ძემ, რომელიც იყო მამიწიახში, მან გამოთქვა. ესე იგი, ვიყოთ ჩვენ მისსავე სრული. არა და წმინდა ძელში არაფერი არ არის ესეთ, რომ შესრულება არ შეიძლება. რომ არ შეიძლებოდა შესრულება, მაშინ წმინდა ძელი რეალობისმაც დაკარგავდა მნიშვნელობას. ამიტომაც
კიდევ მეტი რა ვთქვათ იმაზე, რომ ანგელოსებსაც კი არ უხილავთ მალე. და მხოლოდ განკაცების საიდუმლო შემდგომ გახდა რეალური მცირედ წარმოდგენის ქონის უნარი გახდა შესაძლებელი წმინდა სამების შესახებ, მამის და სულიწმინდის შესახებ. ამიტომ წმინდა წერილში ძალიან კარგად ჩვენ მოგვეც საუბრობ, არის ნათქვამი რა არ შეიძლება და კიდევ რა არის ნეტარებები, გახსოვთ კარგად, ნეტარ არიან ლახაგნისულიდან, ნეტარ არიან გლოვარენ, ნეტარ არიან შვიდნით და ასე შემდეგ. ესე იგი მიმართულებაცაა მიცემული ჩვენთვის. და ძალიან დიდი ხოტბაა შესული ქალწულებაზე, რომელიც უცხო იყო ამ ეპოქამდე საერთოდ კაცობრიობისათვის. ქალწულების, ესე ვთქვათ, ქალწულების ინსტიტუტი, ქალწულების ეს განსაკუთრებული ღვაწლი. რა თქმა უნდა, ძველ აღთქმაში ჩვენ ორი შემთხვევა გილია წინასწარ ივანე ნათლისმცემელი. ქალწულებას ძველ აღთქმაში ან სხვა ასკეტურ სკოლებში, როცა წინასწარმეტყველი ან სხვა იცავდა, ეს იყო დროებითი მოვლენა, 20 წლით, 10 წლით, აი ესეთი აღთქმებს დებდნენ. მთლიანად ამ აღთქმის დადებულმა არ შეიძლება. წარმართული ღვთისმსახურე იუპიტერის ან სხვა ვიღაც მსახურებიც იყვნენ ქალწულები, მაგრამ მათი ქალწულება იყო ძალიან ხორციელი და ზედაპირ მათ წარმოუდგენდა სწორი არ თქონდა. ქალწულება მარტო ხორციელი სიწმინდე არა, ქალწულება არის სულიერი სიწმინდე პირველ რიგში. ორივე ერთად. ამიტომ მათი გაგება ქალწულების შესახებ არ იყო ისეთი მაღალი. ამიტომ მაცხვარი არაერთ იმას ამბობს ქალწულების შესახებ და ხოტბას ასხამს ქალწულების ღვაწლს. და თვითონ მოციქულებიც მისი და მისი მოწაფეები უკვე ხდებიან ქალწულებს, მთელი დასი იქნება ქალწულების. ამიტომ ასკეტიკის ისტორია ესეთი იმით ვითარდება. ძველ აღთქმაში არის გარკვეული იდეები ასკეტური, რომლის სრულყოფილ ჩამოყალიბებულმას არ აქვს სახე. ახალ აღთქმაში მთელი იდეალებია მოცემული წმინდა წერილში ასკეტური მოღვაწეობის, რომელიც გარკვეულ განვითარებებს დროთა განმავლობაში პოებს, იმიტომ რომ დევნის პერიოდია და იცით რომ ეკლესია იმდენად დაცალკევებული იყო დევნისგან, რომ სხვადასხვა ტრადიციებიც ჰქონდა. როგორც ტრადიციები ჰქონდა, მე-4 საუკუნის ეკლესია, ზოგი ეკლესია აღდგომას აღნიშნავდა ერთ დღეს ყოველ წელს. ზოგი მოძრავად როგორც ჩვენ. ზოგიერთები მართლობდნენ 3 კვირა, დიდ მართლა აღდგომამდე ზოგი 6 კვირა. ტრადიციები დაცალკევებული იყო. ყველა მღვდელმთავარი თუ მიმდევარი მოციქულისა მოქმედებდა თავისი შეხედულების მიხედვით, რომ ერთიანი ეკლესიას არ ჰქონდა საშუალება ერთიანი ესე ვთქვათ ტრადიცია შეემუშავებინა. მე-4 საუკუნის მერე მოხდა მხოლოდ აი ამის დახვეწა და დევანდელ ზონზე ჩამოვიდა ასეთი დახვეწილი ფორმა. ეს ისტორიული განვითარება ეკლესიის მიერ გავლილი გზისა. ამას ქვია ეკლესიის ისტორია შეისწავლის ზუსტად ამიტომ მას. ამიტომ ესე ვთქვათ პირველ, მეორე, მესამე საუკუნეებში ასკეტური ცხოვრების გამოვლინდა ყველაზე ნათლად და მკაფიოდ მოწამეობაში და ქალწულებაში. მოწამეობა გახდა პირველი საუკუნეების დევნის პერიოდის ეკლესიის როიტყვიან აუცილებელ პირობა თითქოს სწორი ცხოვრების და მისი დაგვირგვინების, რომ მოწამეობა, როგორც ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, არის შინაგანი დაფარული თამდავლობის გარეგული გამოვლენა, იმიტომ რომ თვითონ მოწამეობა, სიტყვა მოწამე, რა თქმა უნდა, ქართულადაც თითქოს აღიქვება წამებასთან, ტაჯვასთან. და სინამდვილეში სიტყვა მოწამე, მარტვირის ნიშნავს დამოწმებელს, რომელიც სულიწმინდას ამოწმებს. როგორც არაერთ მოწამეს გაუმეორებია, როდესაც ეს ეწამებოდა, რომ მე ჩემი ცოდვებისთვის იტანჯები, როცა ცხოვრებაში გარკვეულ ტანჯვას განიცდი, მაგრამ მოწამეობის დროს ჩემთან ერთად ეწამება ქრისტე. და მე ვიდები დამოწმებული სულიწმინდის და სარწმუნოების ჭეშმარიტების. ამიტომ დამოწმება, რომელიც ესე ვთქვათ, რუსულშიც განმოვუწილოთ, მუჩენიკ არის სიტყვა მუჩენიასთან, ტანჯვასთან დაიგივებული, მაგრამ უფრო მისი სწორი მნიშვნელობა არის დამოწმება. ამიტომ მოწამეობა ეს ძალიან რთული რამეა. ეს ადვილია ამაზე საუბარი, მაგრამ როგორ განვითარდება მოწამეობა ერთ წუთში, დღეებში, თვეები გაგრძელდება, რამდენად დამამცირებელი, მორალურად დამტეხი ან რაღაცა იქნება მოწამეობის სახეები ან ფორმები, ეს არის ყოველდღიური. ამიტომ ეს მოითხოვდა შინაგან დიდ სიმტკიცეს
წინასწარ მომზადებოდა სული წმინდის მადლიც ჰქონდა პირველ რიგში, რომელიც ასკეტური ცხოვრების გარშე შეუძლებელია. სიწმინდე და მადლი სული წმინდისა, რომელიც მოწამეს წინასწარ ან ღვთისმოსავ ადამიანს ჰქონდა, ეს არის მადლი, რომელიც ყველაფერს ცვლის, აერთიანებს, ამთლიანებს, საღვთო ესე ვთქვათ, სიცოცხლეს ძენს. არა მარტო ამ პიროვნებას, რასაც ეხება ის, რასთანაც საქმას ურთიერთობა. ამიტომ მოწამეობა ჯერ მოციქულები იყვნენ ამისი, მაგალითად მოციქული და მოწაფეები, აპოლოგეტები თუ სხვები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების უმრავლესობა თავის ცხოვრება დაამთავრა მოწამეობით. და პირველივე საუკუნეებიდან ათეულობით და ასეულობით გუნდები იკრიბებოდნენ მოწამეების და ღირსი მამათა გარშემო ხაცულების. და ხაცულება გახდა მასალად პირველი საუკუნის ყველაზე მოშურნე და მაქსიმალისტურად განწყობილი თაობის მისწრაფება. ის ვიც მოწამეობით არა, ხაცულებით ცხოვრებაში ავლენდა თავის სიწმინდეს. იმიტომ რომ ღვთისმსახურება, რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება სიტყვასაც ორი გაგება. ერთი რომ ღვთისმსახური არის მოძღვარი, ხელდასმული, ოლარი, ჩემოსილი, დიაკვანი თუ ეპისკოპოსი, მაგრამ ღვთისმსახურია ყველა ადამიანი, ვინც იცავს სიწმინდეს. და არის სიწმინდეს დამცველი. და პირიქით, ვინც არ იცავს სიწმინდეს, არც ის შეიძლება მათ არც ის შეიძლება არ იცოდეს ღვთისმსახური. ამიტომ ხალხულება და სიწმინდე პირველივე საუკუნეებიდან გახდა გააზრებული მოღვაწეობის სახე. თუმცა მონაზნობა ჯერ კიდევ ასეთი სახე ჩაცმულობით, ცხოვრების წესით ან სხვა ფორმებით არ იყო იმდენად გამოხატული და ჩამოყალიბებული შეიძლება. იუსტინე ფილოსოფოსი მეორე საუკუნის აპოლოგეტი წერს თავის ნაშრომში, რომ მე ვიცნობ ბევრს 60-70 წლის ასაკის ადამიანებს სხვადასხვა ერებში, რომლებმაც ბავშვობიდან დაიცეს ხალხულება. და არა მარტო ქრისტიანი წერილები წერენ ხალხულების შესახებ მეორე საუკუნეში, პირველში თუ მესამეში. არამედ წარმართი ავტორებიც ამბობენ ამის შესახებ. და ამბობენ, რომ როგორი სათნოებები ცხოვრობენ ქრისტიანები. ლაკტაციუსი იყო ასეთი მესამე საუკუნის ავტორი, ერის ადამიანი იყო, სხვა ფილოსოფოსები, წარმართები ამბობენ, შეხედეთო, როგორ ცხოვრობენო ქრისტიანებიო. მიიყვანო ქრისტიან და ყველაზე დაცემულ ადამიანს და ის საერთოდ შეცვლილია ყველანაირად. ვერცხლის მოყვარე ხდება მოწყალე, გარყვნილი სიწმინდის მოყვარე, ნაღმოვანი და ლოთი და იგი არხველი და მლოცველი. როგორ გარდა ექიმია ეს ადამიანი თვითონ და ამბობს. აი როგორ იკურნებიან ქრისტიანები, მიბაძეთ ქრისტიანებს. აღტაცებულია ქრისტიანთა ცხოვრება. იმიტომ ეს არის პერიოდი, როდესაც ქრისტიანობას ეცნობენ. ქრისტიანობა საკმაოდ დიდი ბრალდებები ჰქონდა, იცით ალბათ, პირველ საუკუნეში კაცი ჭამიობა, გარყვნილება, ათეიზმი, სამი დიდი ბრალდება ჰქონდა ქრისტიანებს. ძალიან რთული ბრალდებების ქვეშ იყვნენ და ჯერჯერობით არ იყო ნებადართული რელიგია და ყველა მოხელეს რომაელს შეეძლო ედევნა ქრისტიანი სადაც მოუნდებოდა. ამიტომ ცილის წარმოებების დაბეზღებებისა და დევნის არაერთი მიზეზი ჰქონდათ მათ ამისათვის და ათასებს აღწევდა მოწამეთა რიცხვი. დროთა განმავლობაში, როდესაც ქრისტიანობამ და ეკლესიამ მოიპოვა გარკვეული ასე ვთქვათ შინაგანი მთლიანობა და მიწერ-მოწერები, ერთმანეთის ნახვა, მოლოცვა, მოგზაურობა და მთლიანობის გაცდა, რასაც ყებითობა, რაც ასე დამახასიათებელი უნდა იყოს ეკლესიის, ეს დამახასიათებელი უნდა რა თქმა პირველი სამი საუკუნის ეკლესიისთან. ამიტომ მეორე საუკუნის ბოლოს ამ ასკეტური, ვთქვით, მოწამეები, ხალხულები, კიდევ გამოჩნდა ერთი ჯგუფი მოღვაწეებისა, რომელსაც ერქვა ფილოსოფიური საღვთისმეტყველო განსაკუთრებული ნიჭისა და მჭრეტლობითი ცხოვრების მოსურნე ადამიანების. ეს უკვე განათლებული ღვთისმეტყველების მოყვარე და თან ასკეტური ცხოვრების მოსურნე ადამიანები. ამიტომ თვითონ ანტონი დიდის ცხოვრება, პავლე თებაიდელის ცხოვრება, თვითონ რეალობები დევნისა, ზოგჯერ ადამიანი თავისთავად მოხდებოდა ტყეში ან სადღაც უდაბნოში და იძულებული იყო განდეგილური ცხოვრებიდან და თავისთავად დევნილობიდან დაფაროს. ასე მაგალითად 15 წლის იყო პავლე თებაიდელი დეკიუსის დევნის დროს 250 წელს როცა დაიწყო დევნა
15 წლის წავიდა უდაბნოში, კაციშვილი არ ყავდა ნანახი, 115 წელი იცხოვრა, როცა ანტონი დიდმა ვის იპოვა მეოთხე საუკუნის შუა წლებში. სიკვდილით წინ. გაესაუბრა მას და მე მისი დამარხვაც მოუწია. აი ეს მიუთითებს, რომ თვითონ ანტონიც დიდიც, რომელიც მეოთხე საუკუნის, მესამე საუკუნის 50-იან წლებში დაიბადა, ალბათ 250 ან 252 წლებში, ზუსტად არ ვიცით მისი დაბადების თარიღი, როცა 20 წლის და წავიდა, ეს 270 წელს დაახლოებით წავიდა თავის სახლიდან თაღი და ყველაფერი მოისმინა წმინდა წერილის სიტყვები, რომ ჭაბუკს ეუბნება, რომ ერთი გაკლია შენო. ყველაფერი გაყიდე და შემომიდექიმებოდა. თან მიიღეს თავის თავს, რომ მას ეუბნებოდა, გაყიდა ყველაფერი თავის და ჩაავარა ქალწულებს და თვითონაც წავიდა თავის სოფლიდან რამოდენიმე მილში, კილომეტრში, ესე ვთქვათ, იწოდა ასკეტური, განდეგილული. და თვითონაც იცოდა გარკვეული განდეგილების შესახებ, მიდიოდა მასთან და როგორც მისი ცხოვრების აღმწვანელი ათანასე ალექსანდრელი ამბობს, სწავლობდა ზოგისგან მაყვა, ზოგისგან ლოცვა, ზოგისგან თავშეკავება, ზოგისგან ესე ვთქვათ, მოწყენილობის ნების დაძლევას და ასე შემდეგ. მაგალითად, თვითონ არათუ ანტონი დიდამდე ორიგენესა და კლიმენტი ალექსანდრელის შრომები რო წაიგითოთ, გეგონებათ, რომ ეს არის იოანეს სინელის წიგნიდან ამოღებული მოკლე შინაარსები. მათ შესანიშნავად ესმით, როგორც განათლებულ ღვთისმეტყველებს, რა არის ნებები, როგორი კლასიფიცირდება ესენი, როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ, როგორ უნდა აღვდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ის სათნოები და ასე შემდეგ. აი ეს მიუთითებს, რომ ეს იყვნენ დიდი სისტემატიზატორები, ალექსანდრელი ღვთისმეტყველები, ორიგენი, კლიმენტი ალექსანდრელი, მერე პანტენოსი, მისი მოწაფეები, გრიგოლ საკვირველთმოქმედი, დიონისე ალექსანდრელი, რომლებაც ეცბა მთელი სისტემა ჩამოაყალიბეს ასკეტური მჭრეტელობითი ცხოვრებით. და რა უნდა ვთქვათ, მხოლოდ ის ხმარა აი ამ ეპოქის დამაგვირგვინებლად მეთოდი პატარებმა მესამე საუკუნეში დაწესდა შესანიშნავი, რომ 10 ქალწულის ნადიმი, სადაც ხოტბაა შესული ქალწულებას და 10 ქალწულს. აი იგავი რო 10 ქალწული. იგავი. აი იმის შესაბამისად დაწესდა ეს თავისი ქალწულებისა და მიძღვნილი ხოტბა. სამწუხაროდ ახალ ქართულად არ არის და ეს იქნებოდა ძალიან საშუალო საქმე, რომ ყველამ წაიგდოს როგორი ესე ვთქვათ პატივდებულია და რამდენად განდიდებულია ღვთისმსახურში ქალწულება. ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რომელ საუკუნეში წარმოიშვა ბერმონაზნობა. არავინ არ იცის ეს. მესამე საუკუნის ალბათ ბოლოს, მეოთხე დაწყება. აი ამ ზუსტი თარიღის დადგენა ძნელია. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ მილანის ედიქტის 313 წელს გამოცემული მილანის ედიქტის, რომლის საფუძველზე ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, აი ამ პერიოდის დადგომის შემდგომ ეს ვთქვათ ქრისტიანებს მისცა თავისუფლად მოქმედების საშუალება. აი ეს განდეგილები, რომლებიც იყვნენ გაფანტულები სხვადასხვა კუთხეში. და რა თქმა უნდა, ყოველთვის და დღესაც ეგვიპტე ითვლება ბერმონაზნობის აკვანად. იქიდან წარმოიშვა ბერმონაზნობა. ყველა მხარის ბერმონაზნობა არის დამოწაფებული ეგვიპტის ბერმონაზნობას. ანტონი დიდი ითვლება განდეგილური ცხოვრების დამაარსებლად. ეს ძალიან პირობითი სიტყვებია. იმიტომ რომ ანტონი დიდამდეც არსებობდა განდეგილური ცხოვრება. მაგრამ რახან მან გაუწია, ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტყვით პოპულარობა გაუთქვა სახელი განდეგილურ ცხოვრებას, ამიტომ ამბობენ პირობითად მიაწერენ, რომ ანტონი დიდის არის განდეგილური ცხოვრების საქმე, რომ ანტონის შესახება ვინმე თუ გაიგებდა ორამეს, ისინი სარწმუნოებაში მოექცეოდა, ვინც ანტონის ნახავდა, ის თვითონ მოუნდებოდა ანტონივით ეცხოვრა. ისეთი დიდი პიროვნება იყო ანტონი დიდი. და ამიტომაც ანტონი დიდი ზუსტად მეოთხე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდება როგორც სრულყოფილი მოძღვარი. ამბობენ, რომ ის 50 წლის რო გახდა, როცა 30 წელი გაატარა უდაბნოში მარტო ცხოვრებით, ფიქრობდნენ, რომ ის იყო მართლა სრულყოფილი მოძღვარი, მას შეეძლო ღვთის ნების ზუსტად გამოცნობა და სულის სწორად მიმართვა. ამიტომ მის გარშემო 5000-მდე განდეგილი იყო თავმოყრილი. მაგრამ პირველი მონასტრული ცხოვრების განდეგილური ამ სახის ჩამოყალიბების დროს არ იყო რამე განსაკუთრებული მორჩილების წესები და კანონები. აი როგორ წელები არიან მაგალითად დღეს, ყველა წერს ლექსებს ან მოთხრობებს, მაგრამ არავინ არ ემორჩილება ერთმანეთს, სწორია. მაგრამ ვიღაცა აღიარებს, რომ არის ვიღაცა ასე ვთქვათ აღიარებული ლიდერი. რომლისთან არათუ არ აღიარებს, ერთი სული აქვს, მას რა აზრი აქვს, მის
დაწერებზე რომ გაიგო, წააკითხოს და რედაქტორი იყოს მისი ან მიმართულების მიცემი იყოს. ყველა ნორმალურ ადამიანს თავდებას უნდა რომ ასეთი ცნობილმა მწერალმა შეაფასოს მისი შემოქმედება. აი ესე იყო ანტონი ამათვის. ანტონი იყო გარკვეული სულიერი ლიდერი, რომელიც გარშემოებას 5000-მდე გამდიდრებული თავმოყრა. ქვემო და ზემო ეგვიპტეს და წითელი ზღვის ნაპირას და ნილოსის გაავა ნაპირას, იგი მარჯვენა ნაპირზე ყოფილ უდაბნოებში, თებაიდისა და ნიტრის უდაბნოებში. ანტონი დიდის მოწაფეები იყვნენ ისეთი ცნობილი მამები, როგორც მაკარი ალექსანდრიელი, მაკარი ეგვიპტელი, ნაომი, ამონი, ამბო, ცნობილი მოღვაწეები, რომლებიც ესე ვთქვათ, ისეთი მით გამოირჩეოდნენ თავისი ცხოვრებით, რომ და ყველა კაბადოკიის, პალესტინის, სირიის მონასტრების დამაარსებლებიც მათ შორის ილარიონ დიდი, ექვთიმე, ილარიონ დიდი, ხარლაპი აღმსარებელი, ხარიტონ აღმსარებელი, მარევგენის სირიული მონასტრის დამაარსებელი თუ სხვები. ისე როგორც ეგვიპტელების ემოწაფებოდნენ დასავლური მემუნაზნობის დამაარსებლებიც ნეტარი იერონიმე, ივანე კასელი რომაელი თუ სხვები და მელანია და ასე შემდეგ. აი ეს ასე შეიძლება ითქვათ მოკლე ისტორია მოგიღებით ასკეტიკის. ამასთან ერთად დავუმატებ იმას, რომ ზოგად ცხოვრებული მონასტერთა ტიპებიც წარმოიშვა ამავე დროს. ორი სახე იყო, ერთი განდეგილური, მეორე საერთო საცხოვრებლის ტიპის. აი ერთად რო ცხოვრობენ ბერები. განდეგილი ცხოვრობს მარტო. და კიდევ რაოდენიმე ბერი ერთად. აი ამის დამაარსებელი იყო პახომი დიდი და ანტონი დიდი ზოგჯერ ამბობენ, რომ პახომი მოწაფე იყო ანტონი, რომ არ არის, პახომი არ იყო ანტონის მოწაფე, თანამედროვეები იყვნენ, ის უმცროსი იყო ანტონიზე გაცილებით დასაკიდაც. მას სხვა ყავდა მოძღვარი და მან ჩამოაყალიბა ერთად ცხოვრების წესი, ანგელოზისგან მიიღო კიდევაც ეს წესი. ლავსაიკონი თუ წაგიკითხა ყავად ჰელენოპოლის, იქაც არის მოკლედ, როგორ მიცა ანგელოზმა ეს წესი ერთად ცხოვრების. და საინტერესო ისე რომ პახომის როცა ეუბნება ანგელოზს რომ ამდენი ილოცონ, ამდენი იმართულონ, ასე ჭამონ, ასე დაიძინონ. ყველაზე უფრო პახომის გააგვირებს ის რომ ლოცვა მოეჩვენება ცოტა და ეუბნება ამაზე მეცო ლოცულობენ ჩემი ბერები. და ანგელოზი ეტყვის ის ვინც დღე-დაღამს შეღაღადებს მას იმათ ჩემი ტიპიკონი არ ჭირდება. ეს მოგეცი იმათთვის ვინც არის სუსტები და უძლურები და რომლის მინიმუმ ამაზე ნაკლები არ უნდა გააკეთოს. საინტერესო იყო პახომის ასე ქონდა დაყოფილი, ასე ვთქვათ, დაყოფილი თავისი ბერმუნაზნობის საუბარი. ბერძნული ალფაბეტის 22 ალფაბეტის მიხედვით. თითო სახლში ცხოვრობდა 40 ბერი. მამა სახლისი ყავდა ყველა მორიგეობდა. გარკვეული მეორეობები ჰქონდათ. ზოგიერთები იმასაც კითხულობდნენ, რომ წინამძღვარი ვინ არის ჩვენიო? იმდენად თავისუფალი იყო მათი ცხოვრების წესი, წინამძღვარი ვინ იყო ამას კითხულობდნენ. და მათ ჰქონდათ პახომი ასე არიგებდა ალბათ. ზოგიერთი რაღაც ხასიათის ადამიანს ერთად მოათავსებდა და ზოგიერთმა მისმა მოწაფე მისცოდა მარტო ესენაო. ამბობდა გამები სად არის, ან ალფები სად არის, ან ბეტები. და ამიტომ მალავდა რომ ზოგი მოუძულებელი როა ჯერ და კიდევ მიწიური ცხოვრების რო არის მითრას ზოგი უფრო წარმატებული. ისევე ანტონისაც ჰქონდა ასეთი რომ მოვიდოდა უდაბნოდან სასაუბროდ მასთან მოსული მოგონცოლების იკითხავდა ვინ არიან მოსული იერუსალიმელებია თუ ეგვიპტელები. ეგვიპტელები იქნებოდნენ მიწიურ პრობლემებზე მოსულები რო არიან. იერუსალიმელები იქნებოდნენ ისინი ვინც სულიერი ცხონებისა და სული გადარჩენისათვის მზრუნველები რო არიან. რა თქმა უნდა ივანეს სინელი ამბობს რომ არსებობს კიდევ მესამე სახეო ცხოვრების ეს არის 2-3 თანამოაზრე რო ერთად ცხოვრობს. ესო ყველა ჯობია, იმიტომ რომ ერთად ცხოვრებაც ბევრი მოთმინება ჭირდება, იმიტომ სხვადასხვა ხასიათის ადამიანებს ერთად ცხოვრებაც რთულია და მარტო ცხოვრება ძნელია, იმიტომ რომ ადამიანს აიმე გასცეს რო ჩემორდეს, ის გვერდით დავხმარი არავინ არ იქნება. ამასთან ერთად რა თქმა უნდა გამითადა ასკეტური ლიტერატურაც. კლიმენტი და ორიგენემ კი წერეს მცირე რა ეცადენ სისტემატიზებას, მაგრამ უფრო მეტად ისე როგორც სხვა ღვთისმეტყველების დარგების განვითარებასთან ერთად მეოთხე საუკუნეში დაიწყო ყველაზე მეტი ასკეტური აქედან დაიწყო ანტონი დიდის ეპისტოლეები, მაკარი ეგვიპტელის, სხვათა ევაგრესი თუ სხვების
რომელსაც მე შეიძლება ერთად და გარკვეული საუკუნეების მერე მე-6, მე-7 საუკუნეებში მოხდა მისი რაფინირება. რაფინირება გვინიშნავს ჭალებში რომ ზედმეტი რაღაცები გადავ რომ ახალ მოსულებს როგორც ძალიან მოწოდ გამოცხადებები რაღაცები ისეთ დიდი ღვაწლი მაგრამ მათთვის ეს სასარგებლო არ არის. ვიდრე დასაწყისშივე უნდა ადამიანს როგორც ჩვენ ვემართება რომ ნახავ დიდარ ადამიანს ჩვენს მინდა ვიყოთ დიდრები მაგრამ ამას დიდ სიმდიდრეს ამდენი შრომა ღვაწლი და დრო უნდა და რამდენი ადამიანი კიდევ ამ სიმდიდრეს მოპოვებაში უნდა არის გზაში და ჩვენ მხოლოდ გადარჩენილი ვნახეთ იმას ვერ ვხვდებით რომ ყველა ამ გზაზე წარმატებული თავიდანვე არ იყო და ყველა ერთნაირად კარგად ვერ ამთავრებდა. ამიტომ ახალ მოსულებს ამისთვის გაიწმინდა და ჩამოყალიბდა ესეთი წინები როგორც არის სამი ყველაზე ერთ-ერთი შეიძლება ითქვას სასარგებლო მარკოს დაშორებული სწავლანი აბა დოროთეს იოანეს სინელის ეს სამი მამა იყვნენ პირველები რომელსაც რაფინირება გაუკეთეს ღვთისმშობლის სწავლებას ასკეტურს რომ ყველაზე ამ სამ მამას ვისაც არ უნდა დამწყია სულყოფილს თუ საერთოდ ის არავის არ აწყდეს იქ ვერაფერს ვერ ნახავს დამწყები რომელსაც ხიფში შეიძლება ჩავარდეს ამიტომ გარკვეული საუკუნეების მერე ათონელმა მამებმა შეკრიბეს ეს და დაარქვეს მას მშვენიერებად მოყვარეობა ანუ საქმეებად მოყვარეობა სხვანაირად ერთულად ის 57 ტომა დააშეკრებელი არის კიდევ მოკლე ვარიანტი ბერძნულის, რუსულის, ჩვენ ახლა ქართულად დავიცეთ 3 ტომი ვთარგმნეთ მხოლოდ, უბრალოდ 1 ტომი ვთარგმნეთ სამ ნაწილად, კიდევ 4-ია სათარგმნი, რომელსაც ქვია მშვენიერებად მოყვარეობა, ანუ საქმეებად მოყვარეობა. სადაც თავმოყრილია ასკეტ მამათა განსაკუთრებული სწავლებები, განუწყვეტელი მოცვის მართვის თუ ასე შემდეგ. ეს არის. ამიტომ ყველაზე საინტერესო მაინც მამათა ასკეტ მამათა მიერ დაწყებული აი ამ წერლობის მაშინ იყო ევაგრე პონტელმა პირველად მაკარის მოწაფემ დაწერა 8 მომავალი ნების შესახებ სწავლები. მერე ბევრმა გაიმეორა ეს და დღესაც იქნება ერთ-ერთი საინტერესო რომ რას ნიშნავს 8 მომავალი ნება. და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრძოლებელი ჩვენი სული ცხონებისა და სულყოფის გზაზე. როგორც გითხარით, რა არის ნება, რა არის სათნოება რა არის? თქვენ გაგიგიათ ყველას ასეთი სიტყვები უგრის, რომ არა კაცთაგან ეძიებდი დიდებას, არამედ ღვთისაგან. ეს სიტყვა თითქოს გასაგებია, მაგრამ მეორედან არ არის გასაგები. რას ნიშნავს? კაცთაგან არ ეძიებდეთ დიდებას, ეს გასაგებია, რომ ღვთისაგან ეძიებთ დიდება, რას ნიშნავს? ღვთისაგან დიდება. აი თქვენ უნდა იცოდეთ, ღვთისაგან დიდება ეს არის სათნოებების მოხვეჭა. სათნოებების მოხვეჭა, ანუ მადლის მოხვეჭა, ეს არის საღვთო დიდებასთან თანაზიარება, უკვე ამხელა. აი ამას უნდა ეძიებდეს ადამიანი, ეს რომ ნამდვილი დიდება აქ ღმერთს. დანარჩენი დიდება, რაც კი არსებობს, არის აჩრდილი ღმერთის დიდების ზოგი ილუზია და არაფერი არ აქვს დიდებასთან ჭეშმარიტთან კავშირი და ასე შემდეგ. რამდენი დავჭავთ აკრაკები? დროში არ ორჩეს უდულა. მე მაშინ მოგიყვებით მცირედ ახალ ასეთი პირველი შეხვედრა და გაცნობით და ერთ ენაზე ჯერ საუბარი ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ახლები შეიძლება ვთქვი და ამის დაწებაც შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მე მოგიყვებით მცირედ ვაგონბავტიური ნების შესახებ კიდევ. როგორც გითხარით, ესე ვთქვათ, სამი თვითონ დავსვათ სახარებიდან მაცხოვარი გამოცოდა ეშკობა. ჯერ უთრო რომ პურები და აქციები ქვები. უნდა გამოცედა გემოთ მოყარეობაში 40 დღე იმარხულა. მე უთხრა რომ ესე ვთქვათ ყველა სიმდიდრე აჩვენა და თაყვანი მეცი და მოგცემა ამას ვერცხლის მოყარეობის მაშინებდა გამოიცა. მე კიდევ დიდების მოყარეობა რომ გადმოიგდე თავით აზრიდან და ანგელოზებს დაწერილიაო ხალხაზე და აგეპრაშენ რისიკეშენია. და როგორ ეშპეთ სამი გამო. აი ასე არის სამი. ამ სამიდან როგორც ამობენ წმინდა მამები, ვინც მოერევა ამ სამს დიდების მოყარეობას, გემოთ მოყარეობას, ვერცხლის მოყარეობას, ის მოერევა იმ 8-საც. იმ 8-ს ვინც მოერევა, ეს ყველას მოერევა, ყველა ნებას. ამიტომ ყველას 2-3 ამ 8-დან.
ეს ბუნებები არიან როგორც ბინძური ცხოველები, როგორც საზღვრები არ აქვთ. შეუძლიათ სხვადასხვა საზღვრებზე იარონ. ერთი მეორეს აძლიერებენ, ერთი მეორეს იწვევენ. ამიტომ როცა წყაროს დახურავს ადამიანი, რა თქმა უნდა, მისგან გამომდინარე კი არ მოდის. აი ესეა, თუ ადამიანი მოერევა წყაროს, მერე სხვა ბუნებების, რა თქმა უნდა, სიბინძურების არ გადმოიღება მისგან. პირველი და უმთავრესი და ერთ-ერთი ურთულესია ნაღროვანების ბუნების დაძლევა. იმიტომ რომ ნაღროვანება იმიტომაც არის მართვა და ლოცვა დაწესებული ერთ-ერთი უმთავრესი, ასე ვთქვათ, ასკეტურ ვეთუიარ მეცადინეობად. მართვა სულ არის საჭირო, იმიტომ რომ მუცელი აქვს ადამიანს, ჭამა ჭირდება და ნაღროვანება ზუსტად ისაა, როცა ზომიერად ვერ ჭამს. ჭამა უნდა დაიწყოს, ყოველდღე უნდა ჭამოს და თან ზომას ვერასოდეს ვერ დაძლევს. ამიტომ არის რომ ნაღროვანების დებასთან ბრძოლა ერთ-ერთი რთულია. და თვითონ ადამიანს ამ ნებით დაეცა გარკვეულწილად, თორსა დაინტერესდა ნაღროვანებასაც აქვს თავისი გამოვლენებები. არის როცა ადამიანი ხორმუცელა, ყველაფერს ჭამს გამორჩეულად, არის ადამიანი როცა გებრიელებს ჭამს მათ. ერთი მეორეს იწვევს, მეორე ზოგიერთ პირველს იწვევს. ზოგიერთი ამაყობს, იმიტომ რომ ის თვითონ გემოებს არ უსინჯა და ყველაფერს იწვევს, მაგრამ ისე თუმცა ეს ნება რასაც ქვია ინდონეზია რომ მიდის, მაშინ ეს არის საშინელება, როცა ადამიანი არ უნდა და მაინც ჭამს. არ ეტევა და მაინც ჭამს უცელში. და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ზედმეტი საჭმელი იწვევს მის ასე ვთქვათ, ბუნებების აღძვრას, ზედმეტი ენერგიების მიცივრის გაძლიერებას და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ზედმეტი საჭმელი იწვევს სიმშვიდის დაკარგვას, ემოციების, ძილის, ყველაფერი უკეთურებს. ლოცვა არ არის სუფთა უკვე. ნაჭამდასვამი ადამიანი ხო გინახეთ, რომ ირქინება, ასე ვთქვათ, ვორკინალი ხარივით, ლაპარაკი ხასიათზე მოდის, ენერგიები ლაპარაკითაც იხარჯება და ვლინდება და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ბუნება ესეთი რამაა, რომ არა მარტო სიძველს, არამედ მრავალმეტყველებას, ქედმაღლობას, ყველაფრის საფუძველი შეიძლება გახდეს. ახლა ჩვენი პედაგოგი მეუბნებოდა, როცა სემინარებს ავით, რომ ბუშტი რო არის, ხო? ბუშტს მოუჭერ ქვევით, მუცელს რომ მოუჭერ, თავი დიდდება და როცა ესე რომ მუცელი გაიბერება, თავი ვიწოვდება. აი ესეთია დაახლოებით პირდაპირ პროპორციული გონებისა და ნაღროვანების ესე ვთქვათ მდგომარეობა. ამიტომაც ის ვის ნაღროვანების ნებით იძლევა, ის მერე სხვა ნებებისთვის გამზადებულია და ამიტომაცაა ეს ვამბობდებათაგან სათავეში. მისი წამალი არის მართვა, სიკვდილზე ფიქრი, თავშეკავება, მოთმინება. თუმცა, როგორც იოანეს სინელი ამბობს, დიდი ვეშაპია ჩვენი მუცელი, ვეშაპს უწოდებს. არ არის მაგის მორევა ადვილი. საბოლოოდ მე ჯერ არ მინახე ადამიანი მას რომ მოერიაო. მაგრამ როგორ ხდება? ეს იმას არის შეცვლა ამბობ. ზოგჯერ ხდება წონაც ჩვენი ცხოვრება გავს სინუსოიდას. არა მარტო სულიერი ცხოვრება, საერთოდ გავს სინუსოიდას. ზოგჯერ აღმასვლა, ზოგჯერ დაამასვლა. გინახიათ, ტალღებზე რო დადეს ციგებით რა ქვია იმას. სერფინგის და. აი დაფებით რო დადიან. მიყვებიან ტალღებს ქვევით და ძევითაც. აი ვინც იცი ჭკვიანურად რო ჩაყვეს და ამოყვეს, ორივე ენერგიას კარგად გამოიყენებს. აი მაგალითად როცა წარმატებულობა ადამიანის ცხოვრებაში, აი ბიზნეს აკეთებს მაგალითად, ნუ რაღაცა. და აღმასვლა, მაგრამ როცა წაგება იწყება, გასაკეთებს ჭკვიანი ბიზნესები. გაყიდის ყველაფერს და კი არ დაიწყებს ბიზნესის გადაჭერას, რომელსაც უკვე ბედი გადაწრულია. არამედ ლოცულობს, ბახულობს, ოჯახს მიხედავს, თავის კულტურულ განვითარებას მოახდენს, ახალ იდეებს დაელოდება და ახალ დროს. ასეთია სულიერი ცხოვრების ჩვენი. ამიტომ ყოველთვის ერთიანად აღმასვლა არ ხდება. ზოგიერთ ხდება ჩავარდა ესე ვასვლა და ასე. ამიტომ ნაღროვანების შემდგომ არის მეორე დიდი ბუნება, რომელსაც სიძვა ქვია. ესეც ისეთი ბუნებათაგანია, რომელსაც ჩვენს ადამიანურ აგებულებაში აქვს საფუძველი. იმიტომ რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება საპირისპირო სქესის მიმართ. და ამის გააზრება თანდათან ხდება დროთა განმავლობაში. რატო ვამბობ, რომ ზოგიერთ ბავშვობიდან მიეღწევს ზოგიერთი ბუნება, იმიტომ რომ ბავშვობის არის ზოგჯერ, აი, შეიმჩნევა, რომ ადამიანი ბავშვი არის
საქმისგან ძალიან ჰორმონული მოლეკულების. ზოგი არის მაგალითად ბრისხანებისგან ჩაბჟირება და ემოციები იცის. ასევე არის სექსუალური აღზნებებიც აქვს პატარა ბავშვს შენ გაუაზრებლად არავინ არის ყველას თავისი რაღაცნაირი აქვს. მაგრამ ამის მართვა, ოთოპა და აღზრდა ეს არის აუცილებელი პირობა. ამიტომ ბავშვობაში მიიღებული ჩვენი აღზრდა ზოგიერთ ხელს გვიშლის, ან პირი ხელს გვიწყობს. ესეც იმ ნებათაგანს მიეკუთვნება, როგორც ყველაზე მეტად ეზიზღება სულიწმინდეს და სიწმინდის საწინააღმდეგო. ამიტომ დღეს ხედავთ როგორი პროპაგანდა მიდის, არა მარტო სიძვის, არა პათოლოგიური დროშობისა და პათოლოგიის. იმიტომ რომ ყველაზე მეტად სულიწმინდეს ეზიზღება ეს. ეს არის ცოდვა, რომელიც სულსაც გილწავს და ხორცსაც. ამიტომ ხია მას დაცემა. სიტყვა დაცემა, სადაც გაიგებ, დაეცა, ეს ნიშნავს, რომ ის სიძვის ნებაში ჩავარდა. იმიტომ რომ ეს ის ნება, ყველა ნება და ყველა ცოდვა ხორცში ხდება ან სულში. ეს ორივეს ერთად გილწავს. ორივეს ერთად შეხვდრებია. ამიტომ მისი სიყვარული ნამდვილად თრობა ღვთისა. და სიწმინდის დაცვა პირიქით არის სიახლოვე ღმერთთან და ნამდვილი სიყვარულის გამოვლინება და პატივცემა. როგორც ამბობს უფალი, რომ თქვენ ტაძარი ხართ სული საწმინდისა, ხო არ გაგავიცდათ, რომ ტაძარი ხართ სული წმინდისა. მაგრამ იცოდეთ, რომ ვინც გახსნის ტაძარს, იმას გახსნის უფალი თვითონ. სული წმინდა არ მკვიდრებს იქ, სადაც არ არის სიწმინდე. ამიტომ როდესაც ადამიანს ბნება სიძვისა მოადგება, მას გონებით დაბრილება ეწევა. და ვერაზრუნებს, ვერ იაზრებს ამას. ამიტომ ნებები ადამიანს რეალობის სწორ განცდას არ აძლევს. ახლა ამიტომ მრავალგვარად იყო ჩემი დარგა, მაგრამ არის ფსიქოლოგები, რომლებიც ამბობენ. თვითონ ეს ფსიქოლოგები ხდებიან, მამათა სწავლებიდან იღებენ. სამი სივრცე არსებობს ამბობენ. ერთი სივრცე მდებარეობს კან ქვეშ, ნუ ეს ცოტა მემეცინება ამას საზღვაო თვითონ სტუდენტებს ვეუბნები. კან ქვეშ უამრავი რამე ხდება ჩვენში, მილიონობით პროცესი ხდება წამებში, წუთებში. მეორე სივრცე არის კანზე და აქედან სამყაროს ბოლომდე. ეს ძალიან დიდი სივრცეა ამასთან შედარებით, მაგრამ იქაც მილიონობით რაღაცები ხდება. ამაში ცხოვრობ ჩვენ ამ სივრცეში დავდივართ. მესამე სივრცე არის ილუზია. რომელსაც ქმნის ადამიანი. ეს ყველაზე საშინელი სივრცეა და ყველაზე დაუდრობელი სივრცე. აი ადამიანი სიძვის ნებას და სხვა ნებებიც ასე ვთქვათ, ასეთ ილუზიურ გაბას ქმნიან. ამიტომ ზოგიერთი არის რომ აი ადამიანის სხეულის სიახლოვე ზედმეტი საპირისპიროსკესთან ბევრი ლაპარაკი, რაღაცებზე თვალმოურიდებლობა, ესენი ამას აძლიერებს რა თქმა უნდა. გარკვეული გამოცდილებების მქონე და ასე. მაგრამ მეორე მხრივ ადამიანი შეიძლება სხეულს მოერიოს, იმართულოს, დატანჯოს, მაგრამ მაინც ხონდეს ბნება. მაგრამ სული ცალკე ესე ვთქვათ, გარკვეულ მოთხოვნილებები აქვს და სილამაზის აღქმისა და ამების აბსაბამით სული გარკვეულწილად ესე ვთქვათ, მაინც ესწრაფვის ხმას. ამიტომ ამ ნებას ორმაგი ბრძოლა ჭირდება. ერთი რომ მარხვა და თავშეკავება, მეორე მხრივ სიკვდილზე ფიქრი და საკუთარი უძლურების ღერძზე ჩვენება. იესოს ლოცვა. აი ესეთი იარაღი თუ არ ებრძოლო, ესე ვთქვათ, მას ვერასოდეს ვერ დაამარცხა. და მე ისე დელეთმელეთები ხდება ადამიანი, როგორც ამბობს ივანე სინელი, რომ სიძვით ნების შეღებილი ისეთ რამეს გიჟი არ გააკეთებს, ისეთ რამეს გააკეთებს სიძვით ნების შეღებილი. და ერთმა დაიფაროს თუ ეს ნება ადამიანს დაეტაკა, თუ კარგი მოძღვარი ან გამოცდილი ადამიანი არ დაეხმარა, მან შეიძლება თავი ვერც დააღწიოს. ამიტომ სიწმინდე და თავწულება და თავშეკავება ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ამ საქმეში. მესამე ნება ეს არის ვერცხლის მოყარეობა. თქვენ გაგიგიათ ალბათ, რომ ანტიქრისტის მოსვლის წინა პერიოდი იქნება ვერცხლის მოყარეობის სცენის შექმობა კაცობრიობის. და მამა ივანე ამბობს, ჯობია 1000 გიშთან ქონდეს ამ ერთ ვერცხლის მოყარეს. იმდენად მაცნუნებელია ვერცხლის მოყარის მთელი ეს ისე თუნებები რაც მისგან მოდის. ეს ნება იბადება უიმედობიდან. და არ გეგონოთ რომ ვერცხლის მოყარე მხოლოდ ისავის დიდარია. ვერცხლის მოყარება ღარებსაც ემართება და ყველა. შეიძლება ადამიანი იყოს დიდარი და არა ვერცხლის მოყარე და ნიჭით შეულოდეს მოზან მემკვიდრეობით ქონდეს ან არა.
და არის კიდევ ადამიანი, რომელიც არის ღარიბი და საშინელი ვერსიის მოყვარული და ძუნწი. ის ორნაირად მინდება, ერთი სიძუნწით, მეორე გაფლავით. ორივე ვერცხლის მოყვარების გამოხატულებაა. რატოა ვიმედობა ამის იგი, იმიტომ რომ ვერცხლის მოყვარი არის ცუდი წინასწარმეტყველი. არასოდეს არ იცის ვერცხლის მოყვარი, რომ კარგად იქნება მომავალში საქმე, არა, სულ ამასაო შვილი რომ გამეხდეს ცუდად, ეს რომ მოხდეს, ის რომ მოხდეს, ამეშველება ეს და დავაგრო, ის და დავაგრო, 1000 უბედურებებს და პროგნოზებს ყველაფერს უწყება. ამიტომ ამ ვნებას თუ კიდევ მოერიო, ადამიანი უნდა გაძლიერდეს იმედში. იმედით უნდა დაამარცხოს ერთ-ერთი და უნდა გახდეს მოწყალი, ხელმოქმედი. და გაიაზროს, არა მარტო ფასეულობრივი ქრისტიანი, რომ ამოუვა ცხოვრება და ამ ქვეყნად, რომ წავა ამ ქვეყნიდან, თქონებაზე დაუქნევს და იქეთ არ გამოვა. აქ დარჩება. და შვილები და შვილიშვილები ზოგჯერ უმადურები არიან უფრო. და კიდევ მოძებნიან რაღაცას, რომელსაც უფრო მეტი სიმდიდრე დაუტოვებია და 1000 პრობლემებს შეუქმნიან, თუ ის კარგად არ აღზარდა. ადამიანმა მარტო ქონების იმედს ვერ იქნება. თუმცა ქონება შეიძლება არ იყოს ცუდი და უზრუნველყოფილი ცხოვრება. როგორც ამოს სოლომონძელი, ნუ დიდარს მაყოფილებ, ნუ წყარიბს. ორივე განსაცდელია. საშუალო ადამიანი ბედნიერია. მაგრამ ესე ვთქვათ, ადამიანმა უნდა იცოდეს ამ საგნებისადმი და ქონებისადმი დამოკიდებულება. უნდა შეეძლოს მოწყალი იყოს. უნდა შეეძლოს ხელმოქმედი იყოს. ეს ხელმოქმედება არის მაღალი დონე. ხელმოქმედება ჯერ მარტო მოწყალება კი არ არის. ფულის მიცემა მარტო ლახაკეთს არ ნიშნავს. ხელმოქმედება, როცა ფულს ისე გაცემ, მისი სულები ცხოვრებას ხელს უწყობ. ესა უკვე დონე. ამიტომ ვერცხლის მოყვარეობა, ვერცხლის მოყვარეობის ყველაზე ერთ-ერთი მაღალი გამოვლენა იცით რა არის კიდევ ადამიანს უნდათ რომ აი პრობლემა კაზინოში დღეს შეიძლება დახარჯოს $40,000, $100,000 წააგოთ და $100 არ აჩუქებს სხვას. და ადამიანს ისე აქვს ასეთი სული რომ ურჩევნია ფული დაკარგოს, მოპაროს ვიღაცა, სადაც უნდა დახარჯოს. ოღონდ არა მნიშვნელობასა. და ეს ადამიანს საიდან აქვს სიმდიდრე შეიძლება სამი რამით განისაზღვროს. ჯერ ერთი იმით რომ საიდან იშოვა მან ეს ფული, შეიძლება საკმაოდ კანონიერად და კარგად იშოვა შრომით, მაგრამ იცოდა ზედმეტი შრომაც შეიძლება ვერცხლის მოყვარეობის გამოხატულება იყოს. როგორ იშოვა ფული, სად ხარჯავს და რა ემართება ადამიანს ამ პროცესში. როგორ გაპროცესებია. აი ამ სამით შეიძლება განისაზღვროს ეს ამ ადამიანს ფული ღვთისგან არ აქვს თუ ეშპაკს. და ეშპაკს შეუძლია სიმდიდრეებს როგორც მაცხოვარ შეფინდა ამ გამოცდის დროს. მეოთხე ნება არის ვერცხლის მოყვარეობა. ვერცხლის მოყვარეობა ის რისხანება, მაგალითად. ეს რისხანება, რომელიც ერთ-ერთი დიდი ვნებათაგანია. ადამიანი, რომელიც ამ როგორც გითხარით, ჩვენში არის ჩადებული რისხანების უნარი. ეს არის ცუდი უნარი. გააჩნია რისკენ მიემართება ეს. სულ საათ ორი ძალა, გულის თქმის, ესე იგი მისწრაფების და მრისხანების. გულის თქმის ძალა აქვს იმისთვის, რათა სასופველისკენ და ღვთისკენ ისწრაფოდეს და კარგისკენ, მრისხანების ძალა, იმიტომ რომ განურისდეს ბოროტს და უკეთურებას და განეშოროს მას. ორივე ძალა კარგია, აზროვნებასთან ერთად ეს ორი ძალა აქვს. და თუ ეს გაუკუღმართა ვნებებით, ხო? გულის წავა ღვთისნაცვლად მიწურულისკენ და ეშმაკურისკენ და მრისხანება მიემართება ღმერთისკენ და მოყვასისკენ. ესა გაუკუღმართება. უკუღმართია ზოლანიცები ჩვენმა ბებიებმა და ეთქვა. უკუღმართია, გაუკუღმართებულია, ვნება იწვევს რა. ანუ მრისხანება ესეთი ვნებაა, რომელიც ფარულ სიძულვილს გამოხატავს. როცა ადამიანს სიყვარული აკლია, როცა სირბილი არ აქვს, მოთმინება არ აქვს, თამდავლობა არ აქვს, კედმაღალია. და მერე შეიძლება ამან კაცის კლავდეც მიიყვანოს ადამიანი. ადამიანი შეიძლება აყვეს ძალს გაუბრაზდეს და მერე შეიძლება პატრიარქის და ღმერთის გალანძოს და რაღაც. ემოციებს ვაღება ძველი ქართველები ამბობენ ჩვენი წინაპრები რომ რისხანება წოდი განცოფებას, გაგიჟებას, გიჟდება ადამიანი. შეიძლება არაადეკვატური შვილიც მოკვლას, ან მეუღლე რაღაც ესეთი მომენტში აფექტის მოარება უწოდებენ. გააჩნია ადამიანს ყველა ერთნაირი არ არის. ზოგი უფრო ემოციურია, ზოგი მშვიდია, მაგრამ ღმერთს ესათვლება, იცი თქვენ ადამიანი იბადება მშვიდი.
მაგრამ იმაზე უფრო ესათმება ღმერთს, როცა ადამიანი არ არის მშვიდი დაბადებული და გახდება მშვიდი. ეს უფრო მოსაწონია ღვთისა. ის რაც ზოგიერთ ადამიანი შეიძლება მშვიდი იყოს ბუნებით, მაგრამ მეტი არაფერი არ ქონდეს. სიმშვიდიდან არაფერი არ აწუხებდეს და ასე მშვიდი იყოს, მოარსებთან კარგად მშვიდი იყოს. შეიძლება. მაგრამ ბევრი სხვა არაფერი არ ქონდეს. აი ასე შეიძლება დარჩეს ადამიანს. ამიტომ მრისხანება ეს ისეთი რამეა, რომელიც ძალიან უცებ დაკარგავს ყველა მათს, რაც აქვს მოგროვებული. გინახიათ, ზოგი ცისქვილი ჩქარა ყავს, ზოგი ნელა. ზოგს გონია რომ გაბრაზდება და მე ისე დაწმარდება და გონია რომ არა ის მას იმ წუთას შეუძლია ბევრი მადლი დაკარგოს. ზოგი მაგალითად პირიქითაა, გაბრაზდება, დიდხანს მეშვიდება და მე წუხს და უნდა რომ გამოასწოროს ეს თვისება და უფრო ასწოროს ამ თვისებას. ორივეს ერთადერთ მართებს ამ თვისების გამოსწორება და გავსოთ მფალი რასაუბრს. ვისთან მივიდეო? 7-დან დავალებიცა იმასთან და მომბაძებ მეორე, ამ 7 ვარ და დაბალი გულითან. ამიტომ 7 სიმშვიდე ეს არის ერთ-ერთი თავარი გამოხატულება, რომ შიგნით ყველაფერი კარგადაა. და სიმშვიდე არის ერთ-ერთი გამოხატულება სწორედ იმისა, და ნეტარებაში ორჯერ იმიტომ მოხსენებული, ნეტარიან 7-ნი რომ მათ დაინგრევენ, ნეტარიან 7-ობის ყოფილი, ზეთღთისად იწოდებიან ესე. ამიტომ სიმშვიდე ეს დიდი ჯილდოა და სულძელი და გაწონასწორებული ყარი ადამიანის ცხოვრების გამოხატულება. მეხუთე ვნება ეს არის მწუხარება. თქვენ შეიძლება იფიქროთ რა არის ეს? ოთხივე რაც ჩამოთვალე ესენი ძალიან დიდი პრობლემებია. რამე ჩვენ ახლა აქ მჯდომებს თუ საერთოდ დედამიწაზე თუ ადამიანი რაიმეთი უბედური აიამუნებებითა უბედური. ესაა მისი გამოუბედურებელი. ადამიანმა რო იცოდეს როგორ მოერიოს ამას და ამის შესახებ არაფერს არ ასწავლიან, ამას უნდა ასწავლდნენ პირველ რიგში და აზროვნებას. და მარტო ფიზიკა, მათემატიკა და გეოგრაფიასაც და იმასაც კარგად ვერ ასწავლიან სკოლებში. ამიტომ მწუხარება ერთ-ერთი იმ ნებათაგანია, რომელიც ადამიანი ვერ ამჩნევს. ძალიან დიდი პრობლემაა. ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანა მწუხარების ნება. ეს შეიძლება გამოიწვიოს ახლობის გარდაცვალებამ, წარუმატებლობამ, ნერვოზული გარკვეული მდგომარეობის ჩამოყალიბებამ დროთა განმავლობაში. როცა ადამიანი იცი და ნერვოზული არის, აი ამდენზე უნდა მიაღწიოს და ამდენი შეუძლია. აი ეს არის ნერვოზი, მწუხარების მანძილი. რაც უფრო დიდია ეს მანძილი, მით უფრო ადამიანი არა ნორმალურად წუხს. რა თქმა უნდა, რაიმეს რომ კარგავს, რომელიც ძალიან უყვარდა. იმის გარშე არ შეუძლია და წუხს ამაზე. რა თქმა უნდა, არის მწუხარება ნორმალურიც, ესეთი მწუხარებას ქვია სინამდვილე. როცა ადამიანი ტირის და წუხს თავი ცოდვებს, ნანობს მას და აქვს იმედი, რომ ღმერთი აპატიებს. და არ უნდა მისი გამეორე, ეს არის ნორმალური მწუხარება. არანორმალური მწუხარება, როცა ადამიანი მიწიურზე, წარმავალზე და ესე ვთქვათ, ამოორზე წუხს. ამიტომ ეს ისეთი ჟანგია, ჟანგი რომ მოედება, ხო გინახეთ, ან ჩილი მოედება ხელს და მეგონება ნორმალური ხეა და მოკიდებ ხო და დაიფშდება. აი ესეა ზოგიერთ ადამიანს მწუხარება რომ მოიცავს, ის შეიძლება სულიერად გატყდეს და არათუ თვითმკვლელობის საერთოდ განადგურდეს. ჟანგი როგორც ჭამს რკინას, ისე მოედოს თელს ესე ვთქვათ ორგანიზმს. ამიტომ მისი უყურადღებო დატოვება არ შეიძლება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ვისაც ეს სოფელი არ მოუძულებიაო, მწუხარების ამბობ რა არის სიხარული არა? მას ჭეშმარიტი სიხარული ჯერ არ გაუგია რა არის. მთელი მწუხარების მიზეზი არის ამა მიწიური ცხოვრების სიყვარულში. ჩვენ პირიქით გონია. პირიქით ვინც ეს სოფელი მოიძულო, ის მიხვდება ნამდვილი ჭეშმარიტი სიხარული რა არის. თქვენ დაუბრუნდეთ, აი მოდი მე ფიქრობ განსხვავებაც უნდა ვიპოვოთ. რითი განსხვავდება ღვთაებრივი სიხარული, მიწიური სიხარული. მიწიური სიხარული, მაგრამ შვილი შეეძინა, ან კანა იყიდა, სახლი იყიდა, თანამდებობა, რაღაცა ნახა, გაუარა ადამიანს. ამ სიხარული. ეს არ არის ღვთაებრივი სიხარული. იმიტომ რომ ასე მუსულმანსაც უყარია, ათეისტსაც უყარია, ყველას უყარია ასეთი.
ღვთაებრივი სიხარული იმით განსხვავდება მიწიური სიხარულისგან, რომ მას გარეგული მიზეზი არ აქვს. სიხარული. უაზრო კი არა, უმიზეზო. რომელიც ღმერთთან სიახლოვე და საფრთხო მადლი იწევს ხოლმე. აი როგორც საოცარია, ვისაც თუ გავმოუწდია რა არის ჭეშმარიტი სინანული, თან კირი ხარ და თან გიხარი. შინაგან მთლიანობას გზნობ, ღმერთთან სიახლოვეს იმედს და თან კირი ხარ და თან იქვეღებულობ ნუგეს. ამიტომ ჭეშმარიტი სიხარული არ არის დამოკიდებული გარეგულ მიზეზზე. და არა მარტო ჭეშმარიტი სიხარული, იმედიც არაა დამოკიდებული გარეგულ. მე თუ კარგი მათანაყავს, ხელფასი მაქვს, სახლი მაქვს, კარი მაქვს, სამთვის არ ვიშინი, ეს არ არის ჭეშმარიტი იმედი. ჭეშმარიტი იმედია, რომ არაფერი არ მაქვს და მაინც არ მეშინია საფრთხეს. ან მომავალ. ესე იგი, მე მაქვს არა გარეგული მიზეზი, არა შინაგანი მიზეზი მაქვს, ხონდეს ღვთის იმედი. ვიდრე როგორ განსხვავდება. და ბედნიერებაც ასეა. ბედნიერება თუ დაკარგვადია, ის არ არის ჭეშმარიტი ბედნიერება. თუ მე ბედნიერი ვარ მეუღლით, შვილებით, სახლით, რაღაც, ის ყველაფერი დაკარგვადია. მე თუ ბედნიერი ვარ უმიზეზოდ, მიზეზი არ მაქვს გარეგული საბედნიერო და ვარ ბედნიერი, ესაა ჭეშმარიტი ბედნიერება. ამიტომ ამ ბედნიერებას ის გავუნაწილებ, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს, შვილებს მე იქეთ გავუნაწილებ, მაგრამ ესა ქრისტიანი იქეთ უნდა ანაწილებდეს და მოხარებელი კი არ უნდა იყოს, გამცემი უნდა იყოს. აი ჩვენი მედორება რა არის და იმიტომ სწორადაც გვაკრიტიკებს ზოგი არაქრისტიანები ჩვენ. ხო ჩავაგდირისა. ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე გახარებული ადამიანები ახლა. აი მწუხარების ნებას რომ ვერ ვერევით, ამიტომ ჩვენ ესე ვთქვათ არ ვართ აი სამთელი და მაჩვენებელი ქრისტიანობის ნამდვილი სახე. აი ამ მწუხარების ნების დაძლევა კიდევ შეიძლება იმით რომ მოსიყვარულე გარემოში უნდა იმყოფებოდეს ასეთი ადამიანი. კეთილ და გულწრფელ ადამიანთა გარემოში და სიყვარულის ატმოსფეროში. იმდროს განიკურნება მწუხარების ნებით შეყრობილი ადამიანი. თუ მარტო მას ამის დაძლევა ძალიან გაუჭირდება. და სადაც ქრისტიანია ყველა უნდა სუფევდეს სიყვარულის ატმოსფერო. ამაში მეთანხმებით. შემდგომი ნება ეს არის მოწყენილობის ნება. მოწყენილობის ნება ერთ-ერთი უდიდესი ნებათაგანია კიდევ. იგივე რიგის მიხედვით არც ერთი არც აკლებთ და არც მოადებთ. ყველა ეს ნებები რომ ძალიან დიდი ნებებია. მოწყენილობის ნება მაგალითად თელი გართობი შოუ ბიზნესი ადგებულია მოწყენილობის ნების დაყოლილებას. ამიტომ რამდენი ფული ხარჯება ამ სისულელზე. თუმცა ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებულია და ყველა აღიარებს ბავშვი მაგალითად ყველაზე მთლიანი შინაგანად არის თამაშის დროს. ბავშვებს ჩვენზე უფრო ადეკვატურად აიღოს სამყარო. ეს იცით ალბათ. ბევრ ხელოვან და შემოქმედს უნდა რომ ბავშვით ეხატა და ბავშვით ელაპარაკა, მაგრამ ამას ვერ ახერხებ. მაგრამ ბავშვის თამაში ჩვენ მივაჩვენეთ თამაშისა დიდი საქმე ბავშვისთვის. მაგრამ უკვე დიდი ადამიანი რომ სისულელებით ერთობა და თამაშობს და მოწყენილობის ნება ეუფლება, თქვენ წარმოიდგინეთ ის თავის თავს არ ეკუთვნის და უმრავლეს შემთხვევაში ის ადამიანი, ვინც სულ იკრიჭებიან, იცინიან, ანოეთოდებს ყვებიან, ის ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან. და შინაგანად ღიაული ადამიანები მშვიდები არიან და მათი სიხარულე ღიმილს და ემას არ ცდება. ამიტომ ეს ნება ისეთი რამეა, მას შეიძლება ფიზიკური მიზეზით დაღლის თუ სხვა ღვიძლის ავადმყოფობები ან გადაღლაც შეიძლება იწვევდეს მას. ამ მსგავსი რამეები, მაგრამ უფრო ეს სულიერი საწყისისაა. ასე და ადამიანს არაფრის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. ყველაფერი წინდება. ოჯახი წინდება, სამსახური წინდება, ყველაფერი წინდება. მოცვა წინდება, ლექცია წინდება, სწავლა წინდება, ყველაფერი მოიწინდება. იოლა წინდება, სიბეჯითი აგლია, მიზანდასახულობა აგლია. და ლოცვის დროს ზოგადად ლოცვაზე რატოა ლაპარაკს იწყებს, კარეთ გადის, ხარ რაღაცას ასწორებს, მაშინ დაიწყებს სანთლებით წმენდას ვითომ სინამდვილეში მოწყინდა ლოცვა. ლოცვის წმენდა არ შეუძლია. არა და ლოცვა არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედების იარაღი ჩვენთვის. ერთ-ერთი უმთავრესი და როგორც უწოდებენ, მაგრამ სათნოებათა დედოფალი.
რომელიც პირველ რიგში როცა კაცი მოიყვანს ცოლს და მერე ის შვილებს უშვებს, ისე ჯერ ლოცვა უნდა ისწავლოს ადამიანმა და მერე უნდა დაბადოს ლოცვას სხვა საქმეები. ამიტომაც მოწყენილობა ეს ისეთი ნებათაგანია, რომელსაც შეუძლია დიდი გამოცდილი ბერს მიატოვების ბერმონაზდული ცხოვრება. არათუ დამწყებს ჩვეულებრივ ადამიანს. ამიტომ ამ ნების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა შეძლოს რა სიკვდილზე ფიქრის და მისი საშინელი სამჯაროს გახსენებით, შვარცხული მაცხოვრის გახსენებით და ასე შემდეგ. და ავარჯიშოს ადამიანმა ამაში თავის თავი და რეალობებს არ მოწმოს. იმ ილუზიის მესამე სამყარო, რომელიც ყველაზე მეტად დაცინებს ადამიანს, იმან რომ არის ეთქვა არ წარიტაცოს მისი გონება. თორემ ვინც ამ ნებას არ მოერევა, ის ესე ვთქვათ ძალიან რთულ დღეში აღმოჩნდება. თუმცა ეს იმდენად მრავალწახნაგოვანი ვნებაა, იმდენად მრავალწახნაგოვანი, ყველაფერში რომ გვებრძვის, რომ მამა ივანეს სინელი ამბობს, რომ ვინც მოწყენილობის ვნებას მოერევა, ის ყველაფერში გამოცდილი ამბობს ის. ის ყველაფერში გამოცდილი ადამიანი, ვინც მოწყენილობს ვნებას, იმიტომ ერთი მხრიდან წახვალ, საიდანაც წავედი, იქეთ გავიქეცი, წავიქეციო, ესე ყველა მხრიდან ცდილობს, ესე ვთქვათ, სილვიოს მოვაწეს. და გული აუგდოს, ზოგჯერ ეუბნება რა გამოვიდა შენსგან, არაფერს არ ვერ მიაღწიე, რა ხარ შენ, ამდენჯერ გინახია, რომ კარგი ქრისტიანი მიატოვა ქრისტიანულ ცხოვრებას, რაღაც მას მიიღო, ამოვებოდ, მონაზონმა და სხვამაც. ეს უბრალოდ ამ ნებისგან გამოცებული რამეა. გულს უტეხავს, ესე ვთქვათ, სასწაულეთაში აგდებს, ისე როგორც მწყარების დროსაც ისე რაღაცებს უხატავს, რომ თითქოს მათ სისულელი აგეთ, არაფერი სათნომისთვის ვერ ყველაფერს სხვადასხვა დაუხატავს. მეშვიდე ვნება ესა დიდების მოყარეობა. დიდების მოყარეობა და ამ პარტანება გვანან ერთმანეთს როგორც პატარა ბიჭი და დიდი კაცი გავს ერთმანეთს. ან ხორბალი და პური რო გავს ერთმანეთს. ან ესე ვთქვათ საქმის დასაწყისი და საქმის ბოლო რო გავს ერთმანეთს. თითქმის მამები ამბობენ, რომ ზოგიერთები ამას ერთვნება დასახელებენ. დიდების მოყარეობა და ამ პარტარებას, იმიტომ რომ დიდების მოყარეობით იწევა და აუცილებლად დამთავრდება ამ პარტარებით. დიდების მოყარეობა, გასაგებია ვამბობდი, ჭეშმარიტი დიდება აქვს მხოლოდ ღმერთს. დანარჩენი დიდება არის ყველაფერი ილუზია. ამიტომ თუ ადამიანი ეძებს დიდებას, უნდა ეძებოს ღმერთისგან დიდება. რა არის ღმერთისგან დიდება? მადლი და სათნოები. აი ამას უნდა ესწრაფოდეს ადამიანი. დანარჩენი დიდებები ეს წარმავალია და ამაო და იმ ქვეყნად არც ერთი არ გაყვება ადამიანს. არადა ადამიანში დევს გარკვეული დიდებისაგან სიყვარული. იმიტომ რომ ადამიანი დიდებისთვისაა შექმნილი. გარკვეული ანთროპოლოგიის საფუძველიც აქვს ამას. ღმერთმა დიდებისთვის შექმნა ეს. მაგრამ ცრუ დიდებაა ეს, რომ მას ეშლება და სხვა მიმართულებით მიდის. ამიტომაც ესე ვთქვათ, ადამიანი ცდილობდა თავი გამოიჩინოს, თავისი ბუნებრივი წარმატებებით ნიჭებით იამაყოს, ან შეძენილი რაღაცებით იამაყოს და ასე ვთქვათ, ავტო ყველაფერი წყალში ჩაყდეს. ვერც ეს არ უყვარს დიდების მოყარეობა. ამიტომ ასეთ ადამიანს საფრთხო მადლი უცებ ეცლება, ურმავდება. თუ სხვა ვნებები მაგალითად სათავეში მეუბრიან ადამიანს, ეს ემთხვევა მერე როცა მოღვაწე გამძლდება. თორემ სანამ გლახაკი ადამიანი თიამაღებს, რომ რაღაც ნიჭებს შეიძინოს განათლებას, სათნოებებს, გამდიდრდება თანამდებობა, ეს მერე გამოჩნდება დიდების მოყარეობა. როგორც ჭიაჭველა გინახიათ, მატლი ჯერ პახეთ საერთოდ არ მიდის. ჯერ ელოდება, როდის დამწიფდება. მერე მოვა ჭიაჭველად და მატლის და ყველა პეპელად. ისეა ესეც. ჯერ ელოდება ნაყოფის დამწიფებას და მერე მოვა ეს. დიდებს მას სხვანაირად უძახენ ქურდს. და კიდევ უწოდებენ ვნებას მოღალატეს, რომელიც ჩინიდან უღებს კარებს. და ელოდება ქურდის ამის, სადაც მოსაყარე ეგულება თორე, სადაც არის ეს რა თქმა უნდა. ესეა დიდების მოყარეობაც. ამიტომ დიდების მოყარეობის ვნება ერთ-ერთი დიდი ნებათაგანია, რომელიც ჯერ კიდევ იკურნება თუ ვიღაცამ ეს ადამიანი დააბკოლა და შეიძლება შეუყვირა უფროს მან ვიღაცამ და ჭკუა ასწავლა და ასე შემდეგ. თუ ის გადაიზარდა თავის საბოლოო ფორმაში ამ პარტნიორმა ქვია, იმის მერე უკვე ამ პარტნიორის ყურადღება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
თუ დიდების მოყარეობას ადამიანი ხედავს თავისთავში და ფიქრობს, რომ მერც მიაწევს და არა თავის თავს აფარულად აკეთებს სიკეთეები, ამით შეიძლება მან უკრნალოს თავის თავს. და შეურაცხყოფას თუ აიტანს, მოითმენს, გულს შემოსთულს ატარებს, თავს ტკივილს აიტანს. არ მიყვარს არავის ტკივილის გადატანა. არა და ისიც თავის გარშე არ შეიძლება. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, სულ საშემოდგა. თუმცა სახარებისეული კლასიკური განათლება არ ქონდა, მაგრამ ამოდა ტანჯვა ეცხოვრებოდა და მართლაც დავწუნდით ჩვენ ძმების ველური ტანჯვა ეცხოვრებოდა. ამიტომ ტანჯვისკენ შენ თვითონ უნდა წახვიდე ჯობია, ვიდრე ის თვითონ მომიდეს და ჭივითა და აღვერითა მიგარციოს ამისკენ. ამიტომ უნდა მიიღო ტანჯვა როგორც აუცილებელი რამ სული ცხოვრებისათვის. ამიტომ შეურაცხყოფის ატანა და მოთმინება ეს არის ერთ-ერთი შემოქმედების შემოქმედება. მე მაგალითად ჩემს სულიერ შულად არც მიმაჩნია ადამიანი, ვინც ამის მიღები არ არის. მაგრამ როგორ ხდება ეს? როცა ადამიანი შეურაცხყოფას მოვაყენებთ, პირველი ფარი რაც უნდა დაახუროს, ეს არის რომ ვერთო მომიტევეთ ჩემი შეცდომით ამის მოთმენით. ესე იგი მას კი არ აბრალებ, შენ წოდებს აბრალებ წასულზე, იმდო შეიძლება მართალიც იყოს. ვერთო მოვიდა არათუ ოლარის ქვეშ ვინანიებ მარტო, ეხლა ვინანიებ ზუსტად. ამობრო, ვერთო მომიტევეთ ჩემი შეცდომები ამის მოთმენით, მოვიდა სინანულის დრო. ვიღაცა აკეთებს ამას. რაც უფრო ყოველდღიურია და პერსონალური უფრო კარგად მიდის საქმე. თუ იშვიათია, მაშინ შეიძლება როგორც იშვიათად მოვარჯიშე იწარმოებებს ვერაცას ვერ შესპიარდეს იწარმოებებს. და ლოცულობს ადამიანს, ვერთო მომიტევე ამის მოთმენით და თან არ მიაგებს საპირისპირო ცუცად უსურვებს იმას არადანაშაულებს ამაში. უსამართლობის ატანა მოთმინებით გაგიგიათ ხო საქმეებმა. მეორე ეტაპი ამ მოთმინებისა იცით რა არის? რომ გადადით მეორე ეტაპზე. თვეებით გაიზრდეთ წლებით ეს არავინ არის, ეს თქვენზეა და როგორი მოშურნე იქნება. მეორე ეტაპია, როცა შეურაცხყოფას იტანთ, უკვე ისე რომ ტკივილი არ აგავთ. პირველად ტკივილი გავთ, ისე ტკივილი რომ გონია რომ მოვტები. მეტი უკვე არ მოთმენა არ შეიძლება. ეს არ არის იოლე, ხო ლავარაკო იოლად ვარ. მე თვითონ ეს გადავიტანია ჩემ მოძღვრისა და მამა წიგნების დახმარებით ძალიან მძიმედ. ვფიქრობდი მოვტებოდი, მაგრამ არ მოვტები. ტკივილი კარდიოლოგიური არა, სულის ტკივილია. თუ პირიქით ასე არ მოიცევი და გაბრაზდები, მერე დაგეწევა კარდიოლოგიური ტკივილები. ის უკვე სხვა ტკივილები. აი მეორე ეტაპია, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფა მოდის და ამბობს, ვერთო მომიტევეთ ჩემ ამის მოთმენით. და თან არავის არ აბრალებს თავის თავს ხოლმე და ითმეს და უკვე ტკივილი არ აქვს, აღმოაჩენს ტკივილი არის. ეს ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე ავედი საფეხურზე. დადგა მეორე საფეხურზე ასვლის დრო. მესამე საფეხურზე რომ ავიდა ადამიანი, ამის ნიშანია, როცა შეურაცხყოფა მოდის და ადამიანი ითმეს, ლოცულობს, საბაგეროს არ მიაგებს და ხედავს, რომ სულით აივსო. აი ამას ეხილება თვალი ადამიანს. სულით აივსო ნიშნავს, აი როგორც ყველაზე კარგად რო ეზიარეს კიდაც თავს. წმინდა ადგილები მოილოცა. მადლით ივსება, ხმაც სხვანაირი აქვს, საქმეც სხვანაირი აქვს, თვალიც სხვანაირი აქვს, ესა მესამე ეტაპი. როცა თქვენ დიდდებით რა გემართებათ, გიხარიათ, ხო? ასევე მეოთხე ეტაპი. მეოთხე ეტაპია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენება და თქვენ გიხარიათ. იმიტომ რომ ხდებით, რომ თქვენ დიდდებით. თქვენ ამაში უკვე დარწმუნდით, რომ დიდდებით. ერთმა მოგვანიჭოს, მაგრამ მეხუთე ეტაპია სალოსების, როცა არავინ არ შეურაცხყოფა, შენ იქეთ ეძებ რომ შეურაცხყოფა. და შეეძებ შეურაცხყოფას. სალოსები აკეთებდნენ ამას, რომ თავიანთი თავმდაბლობა შეინარჩუნებდნენ. მე მართალიკითად მესამე და მეოთხე შორის ვარ ნაყოფი. მეხუთე და ეგეთ არა, თვითონ ჩემ თავზემა გამოცდები ეს და მინდა გეუბნებით, რომ ძალიან ესა ნამდვილი შემოქმედება, ესა ნამდვილი მონანიება ცოდვების და ესა ნამდვილი ცვლილება სულისში. მაგრამ ეს დიდების მოყარეობა ისეთი რამეა, ყველაფერში გაქებს. ой, მამა ივანე მოს ჩემო შვილებო, როცა გეუბნებით ნუ დიდების მოყარეო, მაშინაც კი დიდების მოყარეობეო. რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის დიდების მოყარეობს ადამიანი.
ამის გამო კეთილი საქმეების კეთება არ უნდა გადადოს ადამიანმა, მაგრამ ყოველთვის უნდა დაინდაულოს თავის თავი და უნდა ეცადოს რომ ღვთის სადიდებლად აკეთოს და არა თავის პირადი დებისთვის. როგორც წერია სახარებაში, თასა ზედა დაშენილ მხოლოდ არ შეუძლია თავი დაფარვა. ამიტომ უნდა შეეჩვიოს ადამიანი ამასაც და უნდა იცოდეს რომ დიდება მაშინ არის ღვთისგან, როდესაც მოდის ეს დიდება შენ გაწუხებს და ეშპუშტები და არ გინდათ. ეს არის ღვთისგან მოსული და როცა გიხარია და ერთხი და მისდევ მას, ესა ეშპაკისგან, ორი დიდება. ამით შეიძლება ის გააჩი. ამიტომ თავდავლობა დიდი საქმეა. სიწმინდე, თავდავლობა და სიყვარული ეს სამი ისეთი სინონიმებია, რომელიც შეგვიძლია ერთმანეთის სინონიმად ვიყვაროთ სადაც სიწმინდე, თავდავლობა და სიყვარული. არც ერთი სათნოება ვერ იქნება სათნოება, თუ ის თავდავლობით არ არის ასრულებული. ამიტომ დიდი საქმეა თავდავლობა. დიდი შრომა უნდა, ბევრი დრო უნდა და არც ისე იულად მოდის ეს. მაგრამ თავდავლებს თვალე მოსწევს მალს და თავდავლებია მე როცა ახდენენ სასწავლებლებს, თავდავლებია რომელიც ჭრედნენ ღმერთს, თავდავლებია რომელიც უახლოვდებიან საღვთო ბაბლით, ცხოვრების და სრულყოფის გზას. და ამიტომ არის რომ თავდავლები ესე ვთქვათ მეგობრები არიან ღვთის, ღმერთის თვითონ თავდავალი. ამგვარად. და როგორც გითხარით მეერვევნება, ეს არის უკვე ადამიანი დაღუპული ადამიანებით, ესე იგი ამპარტანება, რომელიც მარტო ღმერთი გონავს, ვიდრე მას უკვე ქება არ ჭირდება. აი მაგალითად თქვენ გინახიათ, რომ ერთი მსახიობის თეატრიო. ერთი მსახიობა შეიძლება ერთი მსახიობის თეატრი. დიდების მოყვარებაზე პირიქით ერთი მაყურებლის თეატრია, ერთი მაყურებლის თუ ყავს, დიდების მოყვარები მაინც თამაშობს. და ამპარტამას უკვე ესეც არ ჭირდება. ამპარტამა თვითონ იცის რომ ძალიან ძლიერია და ტკბება და ასე ვთქვათ, აქტუალებულია თავის პირობებით. უკვე მას არათუ ადამიანები, მოციქულებიც არ მოგვიჩნია, არც წმინდანები და არც ღმერთიც ზოგადად. ზოგჯერ ფაქტურად თავის გარშემო ტრიალებს მთელი სამყარო. და ყველაფერს ჯის თავისით და აპარტავნებს ალხოს შიშრობა, შიში. იმიტომ რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ვარდებიან აპარტავნები არიან შიშრები. იმიტომ რომ ხევია რომ უძლურები არიან, ღმერთის იმედი მათ არ აქვს და ძალიან შიშრობას იჩენენ. ამიტომ ესენი ძალიან საშიში და უბადურკი ხალხი არიან, საწყალი ხალხი არიან და ლოცვას საჭიროებენ და ღმერთი თუ განკურნავს ხოლმე ამპარტავნები. შეიძლება ითქვას ამპარტავნები არის სათავეც ყველა ვნებების და ბოლოც. იმიტომ რომ რო არ ამპარტავნება ადამიანი არ გადავიდოდა ღვთისმცნებებს, არ გადავიდოდა რჯულს და არ იკადრებდა ზურგის შექცევას მათის. აი ეს იყო მოკლედ რაც მოგიტევით რა მოვაკვირნების შესახებ და მის აპრისო სათნოებების შესახებ. ჩვენ ამას ვასწავლეთ მთელი სემესტრზე მეტი და როგორ მოგვევი ერთ საათში თუ საათდააცში მიკვირს, მაგრამ აბა ბევრი რამე გამოტოვე და თუ თქვენ რაიმე შეკითხვა გექნებათ, მე მართალი გითხრა გამიხარდებათ თქვენ თავისუფლად ლაპარაკებთ. გამოიჩენ თავდავალობას და სიამაყეს, სიამაყეერიდება შეკითხვის დასმას. თავდავალობას უფრო შეიძლება ეს გავუარდოთ. ამიტომ არ მოგივიდეთ ასეთ შეკითხვები და მეც კი პასუხობ და ამით შევავსოთ ის რაც აი ამ თემაში ვერ მოვახერხეთ.